გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას იმედი ლაივი და უსმენთ მას რადიო იმედის ეთერში. გადაცემა მიყვავს თეონა გეგელიას და გურამ ნიკოლაშვილს. მოგესალმებით. შუალედური არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შევიდა. 19 მაისს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს თბილისში მაჟორიტარ დეპუტატს მთაწმინდის რაიონში, ასევე მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში და კიდევ 8 დეპუტატს რამდენიმე საკრებულოში. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს მდივანი. ნიკა მელიასთან ბოლოს პირველად და ბოლოს უკანასკნელად ინტერვიუ ჰქონდა მე და დიანა ტრაპაიძეს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. ეს იყო 2014 წელი და ის იყო თბილისის მერობის კანდიდატი, ანუ მაშინ წარადგინეს ის კანდიდატად. და ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა, ასე ვთქვათ, იმ პერიოდში. მას შემდეგ ეხლა თან სულ ვერ ვადევნებ ბუნებრივია თვალს, მაგრამ ნუ ესეთ ცენტრალურად ვთქვათ მოვლენებს ხომ ვაკვირდები და რომ ვუყურებ, ესე იგი ძირითადად ისეთი ძალიან აგრესიულ ლიდერად ჩამოყალიბდა. ეხლა შევეცდებით გავარკვიოთ რა მოხდა და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან და რის ბრალია ეს. ეს არის ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ განსაკუთრებით ეს საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო გასული წლის შეფასებებშიც კი ესე მოხდა და ჩვენც ხშირად ამას ვიძახით, იყო ძალიან აგრესიული ხისტი, აბსოლუტურად ნეგატივზე აწყობილი, თლიანად ორივე მხრიდან, რაც ცხადია დაიწყო ნაციონალურ მოძრაობამ და შემდეგ ამას უპასუხა უკვე თავდაცვით ქართულმა ოცნებამ და იყო ძალიან ისეთი მძიმე, მაგრამ მე მაინც მგონია და მეჩვენება რაღაც ესე წინათგრძნობამ, განსაკუთრებით როცა სამშაბათს უყურე ყოფილი პრეზიდენტის ძალიან ის მოცულობით გლობალურ ახალ პროფილს, მის ინტერვიუს და შემდეგ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ახლდახელოდ გაუშვეს, მე მგონია რომ მათ რაღაც გარკვეული ტაქტიკა შეცვალეს ამ არჩევნებში და ამ შუალედურ არჩევნებში ისინი აპირებენ უფრო ბევრად მშვიდად მიუდგნენ ამ არჩევნებს და შეეცადონ უკვე სხვანაირი მიდგომით გაზარდონ საკუთარი აღმრჩეველი, იმიტომ რომ იმ აგრესიით, რაც მათ ესე ვთქვათ დათესეს, მათი მაქსიმუმი იყო ის, რაც მიიღეს, ხო? და მე არ მგონია ვერსიაა ის, რომ ეს აგრესია ზრდის ხმებს. ეს აგრესია ზრდის ხმებს, მაგრამ ეს აგრესია კიდევ უფრო ზრდის იმ ხმებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნაციონალურ მოძრაობის დაბრუნებას, რევანშს და შემდეგ ამას მოყოლილი რაღაც ისეთ პოლიტიკურ ანგარიშწორებებს, რომლის გამოცდილებაც ზუსტად ამ პარტიას აქვს და ჩემს სამეთო ძალიან საინტერესოა ეს სტუმარი, რომ მასთან ერთად გავარკვევთ, როგორ იქნება მათი მიდგომა ამჯერად, იმიტომ რომ ჩხუბით და აყალმაყალით ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოიგეს. 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებაც არის ეს შუალედური არჩევნები, ამიტომ ამ თვალსაზრისით ჩემი აზრით ეს არის რეპეტიცია ერთგვარი და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ნიკა მელია არის ჩვენთან სტუდიაში და ეხლა შემოგვიერთდება. გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა. მადლობა თქვენი მოძრაობისთვის. გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს თემა რომ ამოვწუროთ მაშინ, თუმცა შეიძლება მოგვიწიოს მაინც ამ საკითხზე ლაპარაკი. აი თქვენი, ასე ვთქვათ, თქვენი იმიჯის, ასე ვთქვათ, ცვლილების, ხო, ტრანსფორმაციის. იმიტომ რომ მე ვუყურე თითქმის ყველა ბოლო პერიოდის ინტერვიუებს და დავაკვირდი ასეთ ტენდენციაა, რომ თქვენ როდესაც არ მოგწონთ ან კითხვა, ან ფორმულირება მაგალითად თქვენ ხდებით ისეთი გაღიზიანებული, ეს უცოტა აგრესიული და შეიძლება ცოტა შეურაცხყოფებსაც გადახვიდეთ. ეხლა ორი ვარიანტია, ხო? ადამიანი ან ბრაზობს მაშინ, როცა არ აქვს არგუმენტი, ერთი, ჯერ არ დამისრულებელი. ეს ერთი, როდესაც ბრაზობს, ან შეიძლება ეს იყოს რაღაც ქცევის მანერა, ასე ვთქვათ, სტილი, რომელიც როგორც გურამი ამტკიცებს, ზრდის ხმებს. და რომელიც შეიძლება იყოს ასევე კონსულტანტების მიერ ნაკარნახევი, როგორც ერთგვარი პოლიტიკური ტექნოლოგია. აბა გისმენთ ბალო პირველი მოწვევისთვის, აი რატოღაც დავამახსოვრდა გურამმა თქვა, ნაციონალურმა მოძრაობამ გაერთიანებულ ოპოზიციამ დაიწყო აგრესიული კამპანია. სინამდვილეში აგრესიული კამპანია ქართულს ვიცით დაიწყო. 2014 წელს აი თქვენთან რო ვიყავი სტუდიაში, თქვენთან დიანა ტრაპოიძესთან და რითი. ნიკა, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ. ძალიან მოკლედ ვიდეო თქვა საინტერესო ხო ბევრი ხო. ხო და გვაქვს ძალიან. როდესაც აი არავინ საზოგადოებაში არ მეცნობდა, საჯარო სივრცეში არ ვჩანდი, პრაქტიკულად რეალურად არ ვჩანდი. და მთელი კამპანია აწყო ქართულმა ოცნებამ მაშინ, რომ ნიკა მელია იყო ზონდერი. რომ ნიკა მელია თქვა, თუ გახსოვთ ალბათ ეს რომ იყო, კი ბატონო, ნიკა მელი იყო ზონდერი, ნიკა მელი არ ბედა იმ აქციას ამოქცევაში. ეს ისე უბრალოდ ცნობისთვის რა შეეხება. ეს იმიჯი არის პროდუქტი ოცნების. რა შეეხება, არანაირ ჩემი იმიჯი არის
ის რაც ვარ მე. ანუ 2014 წელს დავიწყოთ ანონსი, რომელიც თქვენ ეთერში ტრიალებდა დღის განმავლობაში, ჩვენი გადაცემის, ხო? ხო, თქვენი გადაცემის. რა ხდებოდა? ბორჯომის საკრებულოში. ბორჯომის საკრებულოში გავიხსენოთ, რომ ძალიან მაცადოთ, სათითაოდ ძალიან მოკლედ. ბორჯომის საკრებულოში რა ხდებოდა? ერთ დღეს თელმა ქვეყანამ შეიტყო, რომ მთელი ოპოზიციური სხვადასხვა პარტიების დეპუტაცია წყობილობაში ყავს საყვანელი ქართული ოცნების აქტივს. გახსოვთ, ხო? და აიძულებდნენ თავმჯდომარე საკრებულოსი, რომელიც სხვადასხვა პატრიოტთა ალიანსის რიგებიდან იყო, რომ გადამდგარიყო და დაეწერა განცხადება 64 მუნიციპალიტეტიდან, ერთადერთი მუნიციპალიტეტი იყო ბორჯომის, რომელსაც ვერ აკონტროლებდა ქართული ოცნება. ხო, გავიდა 1 საათი, 2 საათი, 3 საათი, ჩვენ 2 დეპუტატი ვყავდა ბორჯომში. და გვეუბნებოდნენ ხაზე ხომ ვიყავთ ხა თბილისიდან, რომ არც ერთი პოლიციის თანამშრომელი შორიახოს არ გავკარებია უკვე მე რამდენი საათია. ჩავსხედით თუ ავწდები 4-ნი თუ 5-ნი და ჩავედი ბორჯომში. რომ არ ჩავსულიყავი ბორჯომში არ იქნებოდა პრობლემა, ხო? ერთი ვალდებული ვიყავი როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და ამ პარტიის წარმომადგენელი, რომ ტყვეობაში ჩავარდნელი შენი დეპუტატები და არა მხოლოდ რეალურად მოიკითხო და მეორე ხა თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია აი მე სახით იწოდებოდეს დემოკრატიული წყობილი არ მოჩასულიყავი და რა მოხდა შევედი თუ არა 600-მდე ადამიანი გატენილი საკრებულოს შენობა და გარედაც აქტივი და ტყვეობაში ძელოთ აყვანილი საკრებულოს თავმჯდომარე 3 ოთახში იყო შესვლა დავაპირე ამ დროს უკრინდა მომეპარა ვინ ბორჯომის კი არა ბაკურიანის გამგებელი ხო ეხა მაპატიეთ, როცა პოლიციელი არ არის, როდესაც ხელისუფლება სანამ თბილისიდან ჩავედი ბორჯომში, კიდე დამატებით 2 საათი გავიდა. 5 საათის განმავლობაში ფორმაში არ მინახავს არავინ. ეხა მაპატიეთ, ეხა უკრინდა თქვენი ოპერატორი რომ მომეპაროს და თავში წამომარტყას, ვის დაველოდო ეხა? გამორიცხული. არა, 1 წუთით. ამიტომ ყველგან სადაც შემიძლია, თავს ვიცავ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიცია არათუ არ ესარჩლება ადამიანს რომელიც იჩაგრება მეტიც მეორე მხარეს არის ასევე კორცხლთა დაისაჯა ვინმე ძალიან დაისაჯა არავინ არ დაჯილა გურამ არავინ არ დაჯილა თეონა კორცხლის მაგალითს ვინმე დაისაჯა საერთოდ დაისაჯა ან ახალქალაქის შტაბში რო შეცვლინენ და იარაღის კონდახები რო უტყეს ჩვენ შტაბის წევრებს ეხა 1 წუთი წამოვიდგინეთ მე რო იგივე გამეკეთები რაც ბაკურიანის გამგებობა გააკეთა ბორჯომში მე დღეს ვიქნებოდი საპატიმროში და 3-იანაც ვიქნებოდი თუ არ ვიქნებოდი კი როგორც დავით კორცხელში არა ემო გადავიდე კიტაზე და ცალკე ვისაუბროთ და გეტყვით კორცხელში არც ერთი თავდასხმელი არ არის დაჟილი მეტიც ფედერაციის პრეზიდენტია ჭიდაობის მისი თელი ძმა უშუალოდ ეს გეგეშიძე და რახან ამ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს არავინო მაინც რო გავასწოროთ იმიტომ რომ ასეც არ ყოფილა იყო ხო იყო რაღაც პროცესები როგორ გეკადა პროცესისთვის 1 წუთი ეხა პროცესი ფარცხალადესაც ჩაუტარეს არა პროცესი ფარცხალადესაც ჩაუტარეს კაცმა არ იცის სასამართლოს შენობაში საერთოდ შევიდა თუ არ შევიდა ხო ფორმალობა იყო რომელი ერთი გავიხსენოთ კიდე ხა აი თუ არ ვიქნები ამ ეპიცენტრში რუსთაველის გამზირზე და ეს კადრებიც ქონდა თქვენ ანონსში როდესაც მაჩალიკაშვილის დათმოს სარვალიძის ხარდაცაჭერი აქცია იყო აი ეს ფოტოები ტრიალებს ხო და რეალურად კარვებში რომელიც უკვე არა გზის სავანაწილზე ფეხით სავანაწილზე იდგა იქ არ უშვებდნენ ხო შვილმოკლუმავეს და მე მივედი და გამოესარჩლე და სხვადასხვის ომბუდსმენმა თავის ანგარიშში ეს ყველაფერი მოიყვანა, რომ იყო აბსოლუტურად კონსტიტუციის ფერხში გათხოვება და მოქმედი დეპუტატის დაკავება უმიზეზოდ და ვის მიერ არც ერთი რიგითი პოლიციელი არ იყო, ის ვინც მე უბრალოდ გამიტაცა და მე თქვენს რომ არ ვიცოდით ეს მელია რო იყო და არ მოხდა 3 საათის შემდეგ ხელბლოკირები როდესაც დამადეს, რომ მეყოფილ დეპუტატი, ხო? რატომ თქვენ? სამართლოს პოლიციის უფროსები, თბილისის სამართლოს უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რატომ მე? იმიტომ ყოველთვის ვცდილობ, არ დაგემართ მე მაქვს ჩემი სტილი პოლიტიკის კეთების. ყოველთვის ვცდილობ ვიყო იქ, სადაც არის ეპიცენტრი. აი აქ თუ არ მივიდოდი, მე ბორჯომში არ ჩავიდოდი. აი ეს კადრი მაგალითად რომელიც ტრიალს კვირიკაშვილს რას ვეუბნებოდი? რომ კორუმპირებული მეთქი და აღმოჩნდა ცოტა ხანში ეს ყველაფერი ბიზნესმენებმა გაიმეორა და მისო გუნდის წევრობა 706 მილიონი ლარი აუწყდა ხო ბატონო ნიკა თქვენ შეიძლება მარტო არ ხართ ამ პარტიაში მე რას ვამბობ რომ თქვენ ხართ ის რომელიც მუდმივად არის ამ აურსაურში ანუ თქვენ ერთადერთი ხართ ასეთი რომელსაც გული შეგტკივათ ყველა არა როგორ გეკადრებოდ მე მგონია არაერთი ჩვენი გუნდის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გინახავთ თქვენ მსგავს წერტილებში არა მოვისმენთ სახლებთან გასწორებია სახლებთან ნუ გზა ციკლაური რომ უმოწყალოდ სცემეს ახლა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მე
აბსოლუტურად აი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, როდესაც ეს ასეთ ფიზიკური ანგარიშვალება გაკეთებული და მოწყობილი აი მსგავსი დაჯგუფებების მიერ, მოჭიდავეების მიერ, რა უნდა და თქვა კორცხელში ორი უბანი იყო, კორცხელი და ნაცატო დღესაც რო კითხო რომელიმე მოჭიდავეს, რომელი კანდიდატი, აი იმ კანდიდატის სახელი და გვარი, ვინც ქართული ოცნებიდან იყრიდა, კენს, წარმოდგენა არ ექნება. დაავალეს ჩამოვიდნენ და მოაწყვეს დარბევა. გზდიეს პრაქტიკულად მეორე სოფელში გადავედით, ხო ხო? მეორე სოფელში გადავედით და მე შევედით ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ზეზოში, მოვითქვით სული და არ დაგიმალავთ 60-მდე ადამიანი შევცდა შევგლობდით თოხებით და იმით რა ქვია, ბოდიში და ეგრეთ რკინებით გამოვედით საარჩევნოებამდე და პოლიცია მაშინაც არ ჩანდა. და მე ყველაზე მეტად რაზე წდება იცით გული, რომ ჩვენ ხშირად თქვენს მათ შორის თქვენ და არა მხოლოდ თქვენ საუბრობთ წარსულზე, რადგან უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. 2008-ში, 9-ში, 10-ში თქვენ რაც არ მოგწონდათ, სამართლიანად არ მოგწონდათ, ხო დაუშვათ. მაგრამ აი ხვირწინ რო ფაქტები გვაქვს. აი მაგალითად ახალქალაქის გურა, ძალიან გამიხარდა ახალქალაქში რომ სახე ყველა ასე ვთქვათ, სახის ძვალი რო გაუერთიანეს და აუზილეს ერთმანეთს. აშოტ რაისიანს ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელს. აი აქ ბატონი გახარია პატიოსანი თვალებს უნაბავდა. ეს კითხვა მან მიიღო? არა, რა თქმა უნდა. ჩვენ არ დაგვისვამს ეს შეკითხვა. ხო, არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს კითხვა ესე მონოლოგის რეჟიმში ხო ვერ ვიქნებით, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერზე გალაპარაკეთ. ეს კითხვა თეონა, რომელიც პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს შეკითხვა, რომ ამ ნერვებით და ასეთი რიტორიკით, ასეთი აგრესიით თქვენ აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ რაღაც ნერვებით, ამ რიტორიკით, დიახ, ამ რიტორიკით და ამ ნერვებით, აი ამ ჯერჯერობით რა ენერგიაც მაქვს და იმედია რომ დიდი ხანი მექნება, ვაპირებ დიახაც, ჩემი წული შევიტანო რომ ზაზას არ არის ზაშუმა, საკუთარი შვილის ყოლობის თაობაზე სიმართლე და სამართლიანობა იპოვოს, მაღაზმა ჩალიკაშვილმა საკუთარი შვილის ყოლობის, რომელიც დაუხრიტეს ჩვეულებრივ სახში. ჩემი ვერსია როგორ არის, როგორ არის სახში ადამიანი იწვა საკუთარ საძინებელში შეცვიდნენ და თქვენი ფორმულირება. ეხლა 2011 წელს ამას იტყოდით თქვენ, არა, ერთი წუთი გეტყვით. მე სხვათა შორის განსხვავებით ბევრი ქართული ოცნების ლიდერისა და პირველ რიგში კახი კალაძისგან, როდესაც გირგვლიანის შეთქევა იყო გირგვლიანის ხადასაჭერ აქციაზე დავდიოდი. ნიკა, ეხლა თქვენ ლაპარაკობთ იმას. კი, იცით, ხაბოდ რა კი, აბა მოკლედ და იქ მაჩალიკაშვილის მკვლელობა არ არის მკვლელობა? რა თქმა უნდა, მკვლელობა, იმიტომ რომ ადამიანი მოკვდა, მერე? კი არა, მოკლეს, და საკუთარ ლოგინში შობლების თანდასწრებით ჩაწყილეს, შუბლი გაუხრიტეს და პასუხს არავინ არ აგებს, ვინმე დაისაჯა? კი, აი ერთ თვეში გიძლია. ფათაშორის მინისტრმა გასცა პასუხი, რომ ამ საქმეს ადევს გრიფი და ამ საქმეზე ვერ ისაუბრებს, იმიტომ რომ არის ძალიან ნიკა, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ ლაპარაკი ინტერვიუ არ ამორჩევთ, მე თუ ასე გავარდი, თქვენ თუ ჩემ პოლიტიკურ სტილზე დარდობთ, ხაბატონო, მე არ შემიძლია მაგალითად პირში ხალი ჩავიგუბო, როდესაც ვიცი რომ შუაგულ თბილისიდან ნიაგურის ქუჩიდან მაგრამ განსაკუთრებით ტკივათ ეს მას შემდეგ რაც ოპოზიციაში ხარ. არა, თუ დავდიოდი ჩემო კარგო ადამიანო. ხარსაც უჭერთ იმდროინდელ ოპოზიციას. ესე ვერ გავაგრძელებთ. აბა როგორ გავაგრძელოთ ეხლა თქვენ რასაც მეუბნებით, ჩემთვის ყოველ მიუღებელია და უფლება ხომ მაქვს რეალურად. ძალიან ბევრი დრო და ამ თემებზე შეგიძლიათ კითხვებში ბუნებრივი იქნებ გეკითხებით მაჩალიკაშვილზე ცალკე, ამიტომ ვამბობ. ამიტომ დამშვიდეთ და ზუგდიდზე გავარკვიოთ. იქნებზე ხო არ ვიქნებით ხალბატონო. იმდენად თქვენ არ გჩაგრავთ, ამიტომ კი, ვიცით ეს და ძალიან ბევრჯერ გაქვთ მაგრამ თქვენი ვერსიაო, როდესაც მეუბნებით, მას შემდეგ, როდესაც მე ვამბობ მაჩალიკაშვილის მკვლელობა იყო მკვლელი, რა იყო სხვა ადამიანი იწვა, რომ ყოფილიყო დანაშაულში ეჭვიტანილი, არსებობს საგამოძიებო ორგანო, ურეკავენ და დაკითხვაზე მოდის ეს ადამიანი, ხო? კი, გეთა ვინმე გაგიწიათ წინააღმდეგობა. მე ამით ვარ იმისთვის, რომ როგორი იყო ის ამბები, ბორჯომი გაიხსენეთ, პარლამენტსაც იგივე მდგომარეობა არ იყო, ხო? თქვენ მოახერხეთ პირველად, რომ ეს ძალიან მშვიდი პრემიერ-მინისტრი გამოგეყვანათ წყობიდან, ხო, რეალურად. ანუ, ეხლა ჩვენი თავარი კითხვა ის კი არა, ცხადია თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ, გაიხსენოთ ეს ამბები, როგორ იყო თითოეულს და ცხადია, რომ თქვენ ტოვებთ ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი პოზიცია იმ მომენტებში იყო მართალი და მკაფიო და ამ შემთხვევაში ცხადია, რომ ეს რაღაცა სულისკვეთება გააქვთ. ცხადია. უბრალოდ თქვენ ხართ პოლიტიკური პარტიის ლიდერი.
პარტია, რომელიც იყო მართველი პარტია, რომელიც ცდილობს, რომ ცხადია დაბრუნდეს ხელისუფლებაში, გაიმარჯვოს არჩევნებში. ხო, თავარი საზრუნავი, ისევე როგორც ყველა პარტიის, ის ხო არ არის უბრალოდ ქუჩაში შიშველი ხელებით ყველგან სიმართლე დაამტკიცო, ეს კარგია პერსონალური მოტივატი. მაგრამ ამავე დროს თქვენ უნდა მოიპოვოთ ამორჩეულთა უმრავლესობის მხარდაჭერა. თავარი კითხვა ამას ეხებოდა, რომ ეს სტილი რაც არ უნდა მართალი იყოს და რასაც იწვევს. საბოლოო ჯამში რამდენად ასხავს ამ მიზანზე, მიზნის წისქვილზე წყალს. მოდით, ამაზე ხა ჩვენ რაც არ უნდა ვიდეოთ, საბოლოო ჯამში ამორჩეველი გადაწყვეტს და მე მგონი განმეორჩენება ეს დაწილობრივ დაადასტურა. უკეთესად რომ უპასუხოთ, ნახეთ რაც გაგახსენებთ, როცა დაინიშნა მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნების, ხო? ქართული ოცნება სწორედ იმაზე აგებდა თავის კამპანიას, რომ მოსალოდნელი არის რევანში და აგრესიული გამოსვლები, თქვა ნაციონალური მოძრაობის, პირველ რიგში ცხადია თქვენი სახით. აი ამ მესიჯზე ძალიან კარგად მოქმედებდა, ხო ხდებოდა და ამორჩეველი თქვენ ახლა კარგად ნახეთ, გაანალიზეთ შედეგები, ხო? ამორჩეველის რაოდენობა, რომელიც გაიზარდა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, თავარი მეთანხმებით ალბათ, რომ მოტივი ის იყო, რომ მოდი არ გვინდა რა ისევ ეს ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება, აი ამ რიტორიკით. ამას თუ უწევთ ანგარიშს, იმიტომ რომ ამას გიკითხებით ზუგდიდში მოსალოდნელი არჩევნების მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ თავდამსხმელობის გარეშე გეტყვით და ვიტყვი. პოლიტიკურ ველზე ძალიან აქტიურად ვცდილობ ვიმუშაო. სხვადასხვა რაიონებში, ქალაქებში და ვიცნობ ქართულ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეებს. მათ შორის ვიცი მშვენივრად მათ რა მოსწონდათ, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და რა არ მოსწონდათ. მაგრამ მე ნამდვილად აი, როდესაც ხვირწინ ვიდევს ადამიანის უფლებების ფერფლში, თელვის, უპრეცედენტო, ჯერ კიდევ უპრეცედენტოც, რაც რა არ ნახავთ ჩვენ ქვეყანა მაგალითები, არ მიღირს ჰასტუგ მოჭერილი, იცით რა გეთაყვათ, გამარჯობათ ბატონო გურამ. გამარჯობათ ხა ბატონო თეონა, იცით როგორ ბრძანდებით ჩვენი ამინდი არა. ან ამ ადამიანს უნდა გამოისაჩურო და ეხმარო. სიმართლე იპოვოს სამართლიანობა. რით დაეხმარეთ სამართლიანი აქტივობა. თქვენი სტილი. დღემდე ვეხმარებით და აგურ ვაცით ბიზნე ივანიშვილს ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას. მაპატია თქვენი მიზანი ხო ხელისუფლებაში არის, ჩემი მოწინააღმდეგე დღეს არის ის, ვისაც თქვენს ებრძოდით და არ მოწონდა. მათ შორის მურუსიძეები. კი, ვიცით, სასამართლო რეფორმაზე ვილაპარაკებთ. ნახევარი ის ნაციონალური მოძრაობა, თეონა, რომელსაც თქვენ აკრიტიკებთ, დღეს არის ქართულ ოცნებაში. კი, გეთანხმებით, ვიკა, საშინელებაა, კი ბატონო, გეთანხმებით. თქვენ რას მიგჩებთ, რომ მობრძანდება მე თქვენ რა უნდა გირჩიოთ, არაფერს არ გირჩევთ კაცო. ხო შეიძლება დავასრულო პრემიერ-მინისტრს ნერვებმა სადუმტყუნა, როდესაც კონკრეტული კითხვა დავუსვი მუხტალთან დაკავშირებით. არა, მუხტალის საკითხი იყო და სარალიძეს საკითხი იყო ძირითადად. კარგად უშლით ნერვებს ოცნებას. კი ბატონო, და კორუფციასთან დაკავშირებით მოდი ზუგდიდზე გადავიდეთ. კითხვა, ამიტომ ქალთო დავასრულო აზრი თუ შეიძლება რა პატივისცემის და მიუხედავად ეს ხომ რეალურად ჰარტოკის ისაგავთ ხო ფორმატი. ეხლა ამორჩეულმა გადაწყვიტოს რა სტილი მოწონს და არ მოწონს, ხო? მე ვფიქრობ, შევწდები ამას აჩვენეს უახლოესი მომავალი, ხო? ამორჩეულს არ უნდა მოსწონდეს პოლიტიკოსი, რომელიც თვალს ხუჭავს და შავზე ამბობს თეთრს. როდესაც მთელი ქართული ოცნების დეპუტაცია დღეს საქმის კურსია და მერწმუნეთ ჩემ ჭკუაზეა, ჩემს აზრზეა. ისინიც შეწუხებულნი არიან მაჩალიკაშვილის თავი, ისინიც შეწუხებულნი არიან სარალიძე, ისინიც შეწუხებულნი არიან დიახაც ენდემური კორუფციით. უკეთესი შეტაშები, დიდი ნაწილი მათგან ახმას ვერ იგებენ. არიან ეხა ირონიულად, არიან თვეობაში. ისინიც გასათავისუფლებები არიან, აბა რა გონიათ ეხა. თქვენ ხართ ის კაცი, თქვენ ხართ ის მე ვარ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მათ შორის რაც არ უნდა ბევრს მოწონდეს ამათ განახლებული ნაციონალური მოძრაობის აწ უკვე გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც დიახაც მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი, ქართული ოცნების ხარდაჭერი, ასე კი აღარ უნდა დაისვას საკითხი. ან ხარ ისტორიის სომხარის, ან ხარ ისტორიის არასომხარის, ან ხარ რუსიძეს ხარის, ჩინჩალაძეს ხარის, გახარიას ხარის, ივანიშვილის ხარის, ან ხარ ათობით დაჩაგრული და 100,000-ობით შეგვაწყობილი საქართველოს მოქალაქის ხარეს და მე მორალური უპირატესობა დიახაც ქართული ოცნების აბსოლუტურად დიდ უმრავლესობასთან მიმართებაში მაქვს რატო იცით გაბატონოთ არა მე ვიცი რომ სულ მომავალზე მინდა თქვენს და ოცნებას შორის იცით რა დავასრულე თუ შეიძლება დავასრულე თქვენ ლაპარაკობთ გაუთავებლად ტოლობის ნიშანს თქვენ მართლობასთან ოცნება ლაპარაკობთ ანონსი იყო წარსული როგორ გეკადრება მთელი თქვენი ანონსი და ისე ნუ გამომიყვანთ ეხლა რომ თითქოს მე მოვედი წარსულზე სალაპარაკო და თქვენ მოხდით
მომავალზე საუბარი. კი ბატონო, აი ხა გადავიდეთ. მაგრამ თქვენ ვერ გადახოთ ბატონო ნიკა, მე უნდა გადავიდე შეკითხვით აწმყოზე. ხო და გეკითხებით ზუგდიდის არჩევნებზე და გამიხარდება, როდესაც კახი კალაძე გეყოლებათ, როდესაც 7 ნოემბერი იყო და როდესაც გმობდა ათასობით საქართველოს უსწავლის თქვენ პარტიას ყავს ახალი თავმჯდომარე, ეს არის გრიგოლ ვაჩაძე, ემზადებით ამ ხოლო შუალედური არჩევნებისთვის ზუგდიდში კანდიდატად დაასახელეთ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე. აი რის საფუძველზე წარადგინეთ სანდრა რულოვსი, ანუ იმ შედეგების, რომელიც მას ზუგდიდში მანამდე ჰქონდა და აი რაიმე ხომ არ იყო კვლევა მაგალითად რის საფუძველზეც ის წარადგინეთ, იმიტომ რომ იყო ლაპარაკი მაგალითად თქვენზეც. რომ შეიძლება თქვენ ყოფილიყავით კანდიდატი ზუგდიდში და შეიძლება ეხლა ძალიან ჭორს ვამბობ, მაგრამ საინტერესოა დღესაც იყო თითქოს მოლოდინი, რომ იქნებოდა მისი ოფიციალური წარდგენა, მაგრამ კამპანია დაიწყო მხოლოდ, ხო, როგორც მივხვდით. ანუ ხომ არ არის რამე ყოყმანი, ამაზე იყო ლაპარაკი, რომ ქალბატონ რულოვს შეიძლება რაღაც მომენტში უარი თქვას და თქვენ შემოგთავაზო კანდიდატო. ასე არ არის, გულახელგეთ ასე არ იდგა საკითხი, მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ დღეს. მეც გულწრფელი ვიქნებ, თქვენც გულწრფელი იყავით, შემithოვნაა და ნუ გამოვოთ მდგომარეობა. მე არ გამოვონ, ნუ თქვენ გამოვხოთ მდგომარეობიდან. ეხლა ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა მანამ სანამ, დიახ, განიხილებოდა მანამ სანამ დიახ ქალბატონი რულოვსისგან მივიღეთ თანხმობა. აჰა. სწორედ გამიგეთ, ეხლა მე არავითარ შემთხვევაში არ ვაკნიე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩევნებს, მეტიც მიმეჩნია ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებად, მაგრამ სხვა ბევრი სფეროა, რომელშიც მიწევს ყოველდღიურად რუტინულად მუშაობა. ნუ საპარლამენტო საქმიანობას ახლა აღარ ვახსენებ. მას შემდეგ რაც ქალბატონი სანდრა რულოვსის ვარიანტი გამოჩნდა, სიამოვნები თუ ვინმე დათანხმდა და თუ ვინმე მიესალმა სანდრა რულოვსის კანდიდატურას, ვიყავი მე მეგობრს გულახილად. რატომ სანდრა რულოვსი? მე ვფიქრობ, რომ სანდრა რულოვსის აქვს ძალიან მჭიდრო კავშირები და ბევრი რამ აკავშირებს სამეგრელო განსაკუთრებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან, ხო? არ არის ახალი ის ფაქტი, რომ სანდრა რულოვს რეალურად 2016-ში არჩევნები პირდაპირ გაგებით წააგეს. 49% აიღო თუ არ ვშტები და ჯიხაშკარის, სოფელ ჯიხაშკარის ორი საარჩევნო უბნის ორი საარჩევნო ყუთი 11 არც ნაკლები გაიტაცეს. აი ვინმე ხეჭე მოკიდა იგლიაში ამ და გაიცა. ეს თქვენ ხეთ? ბატონო რა თქვენ ნახეთ, კარგით, კაბოთ, ეხა ეს არის ირონიული. არა, ირონიული. ეხლა მასე შეიძლება თქვენ აქ ისეთი რაღაც მოხდეთ, რაც ბევრს არ ნახავს. ამიტომ გეკითხებით და არ არის. ეს 2019 წელი, ხალხო თემა 2013-14-ში შესაძლებელია ვინმე შეეყვანა შეცდომაში. თემა 2000 არა, მე ამ შემთხვევაში თქვენ გიგულისხმეთ და არ ჩემი თავი. 2000-ნიკა მე წამყვანია გადაცემის თქვენი კონკურენტი გონი ვარ და არ არის არა მოკითხე საჭირო გახდა კი არა ნერვიულო თავდაცვითი მინდა ძალიან სწრაფად ბევრი რამ მოვასწრო უასწრებთ ბევრი აქედან გამომდინარე ჩაიშალა იმ საარჩევნო უბნის შედეგები და ნუ არავინ ნუ მე ვიღაცა საჩვენებოდა დასაჯეს ფორცები გვარად ხეიძე ბატონი იქ თუ ცოტა ხანში გამოუშვეს კიდევაც ხო არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა მეორე ტურში მე მიუხედავად იმისა მაშინ თვლიდი რომ უნდა მიიღო მაინც უნდა გვებრძოლა მაგრამ თუ გასაგებია ეს იყო გადაწყვეტილება მცდარი იყო თუ სწორი გადაწყვეტილება ის არის წარსული სწორი გადაწყვეტილება იყო და თქვენი პარტიის აწუყო საპატიო ლიდერი 13-14 წლები გაიხსენეთ და პრაქტიკულად 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს როგორც წესი ანუ ძალიან სკეპტიკურად უყურებს არჩევნები ყალბდება ეს არჩევნები მოიპარეს წაგვართეს ანუ სულ დელეგიტიმაციას ეწევა ხოლმე მას შეიძლება თავისი მოტივები გააჩნია მათ შორის ცხადია რომ ეს ეხებოდა ამ საპრეზიდენტო არჩევნებს და მანამდე ამ ტურს რომელიც ამ ფორმატში ჩატარდა, ხო? ქალბატონ სანდრასაც რაც შეეხება. აი ეს მოვიდა მორიგი არჩევნები, რომელიც ცხადია რომ არ არის მხოლოდ შუალედური არჩევნები, მომავალი წელიწადნახევარი ვინ იქნება პარლამენტში ან მერად, ხო? ეს არის რაღაცნაირად მომზადება 2020-თვის. თქვენ როგორ უყურებთ? ეხლა ანუ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ანუ ცხადია გულისხმობთ, რომ აპრიორი აზრი აქვს, რახან მონაწილეობთ. მაგრამ შედეგი რაც დადგება ლეგიტიმაციის საკითხს ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ? იპასუხეთ თუ მოიგეთ არა, თუ წააგეთ. მე მგონი არ ვიცი, აქ იღა ნიკამელი და განწყობა როგორი განწყობა თუ ჩატარდა სამართლიანი არჩევნები აუცილებლად მოიგეთ. კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის.
მე მგონი ანგარიში არ ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან წარდგენილი, სადაც არ იყო ნახსენები ის, სადაც ახლა ჩვენ ვისაუბრებთ. საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობ, რა პირობებში ჩატარდა მაშინ, როდესაც ზღვარი პოლიტიკურ პარტიებმა მართლ ძალასა და ადმინისტრაციულ თუმცა ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ არის წაშლილი და ასე, ხო? მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ეს ხელისუფლება ჩადიოდა და კვლავ იქნება ძალიან დიდი ცნობა, რომ ეს გააკეთოს ზუგდიდშიც, თაცმინდაზეც, მარნეულშიც, არ ვიცი, ზესტაფონში, ჭიათურაშიც, უნდა მივიღოთ მონაწილეობა. უნდა დავფლითოთ ქართული ოცნების ეს ბოდიში უსინდისო არსენალი, რითიც არის აღჭურვილი და ნიღაბზე უნდა ჩამოხსნათ ქართულ ოცნებას. რომ არ ყოფილიყო ქართული, ანუ შარშანდელი არჩევნები, ბევრს ჯერ კიდევ მართლა, რაღაც ნაწილს ეგონებოდა, რომ ქართული ოცნება არის რაღაცა ისეთ უბრალოდ უნიათო და არა მოძავადი, მაგალითად, ხო? რო არ მიგიღო ხა მონაწილეობა არჩევნებში რა ხა პოლიტიკურ ველს მოусუფთავებდით და იქნებოდა და დღენია და გისაუბრებდნენ რომ ნუ აი შეეშინდა ჩვენ და არ გამოდიარჩენთ. მე დარწმუნებული ვარ რომ არჩევნებით შესაძლებელი არის და აუცილებლად შეიცვლება ქართული ოცნება. აი მომდენო არჩევნებზე თუ ხელი წაუწდა ქართული ოცნებას კვლავ ეხა პოსტ არჩევნები თუ დარღვევები გამოაშკარო და თავს დააბრალოს. თავს დააბრალოს იქნება ეს რიგარეშე თუ რიგითი არჩევნები, მაგრამ არ გაგიკვირდეთ ჩემი ნებოთ აღშფოთება და არ ვქით გეგნებათ მაღალტონეულობაში საუბარი. როდესაც აი ხარ მე პირდაპირ ეთერში ვარ თქვენთან, ორ არჩეულებრივ ადამიანთან, ვიცი რა მოხდა ახალქალაქში და ნული რეაგირება. ხო, ნული. წარმოვიდგინეთ, მე ხა იგივე გავაკეთო და თქვენი ეთერიდან რომ გავიდე და ქართული ოცნების შტაბში რომ შევარდე და იარაღით შეიარაღებულებმა ქართული ოცნების წევრები, შტაბის წევრები ფიზიკურად რეალურად სულგული დააკარგეს ამ ადამიანებს. დაისაჯოს უნდა მოძალადე თუ არ დაისაჯოს. და რატო არ ისჯებათ ქალბატონ თეონა ქართული ოცნება? თქვენ გეკითხებით. თქვენ რისთვის ხართ პარლამენტში, ბატონო? ხო, იმისთვის ვარ პარლამენტში, რომ სადაც საჭიროა მჭახებიყო და სადაც საჭიროა ვიყო უკომპრომისო. აბა, რა გზას მიტოვეთ? მომიცეთ ხუდი დავიხურო, ერთი წუთით არა გაქვთ პასუხი ქალბატონო თეონა. რა პასუხი გქონდეთ? თქვენ ფიქრობთ რომ მეგიწუნებთ ხელის არა, ჩემს სტილს კი არა, ხელის გულზე, როდესაც დევს ათობით უკვე გახმაურებული, რომ პარლამენტში ეს პარლამენტი პირდაპირ გეტყვით, ეს პარლამენტი არის დაცლილი პოლიტიკისგან თავიდან ბოლომდე, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება. მოდით გულახდილებით. კარგით, ეხლა ქალბატონო თეონა, ეხლა თქვენ რა გონიათ, რომ თქვენ გინდათ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ლაპარაკობთ მუდმივად და მე მინდა galaparaყოთ იმაზე, რაც არ გითხოვთ. თუ მომცემთ საშუალებას, ევროპულ საქართველოსთან თითქოს შეთანხმდით, ხო, კოორდინაციაზე, მაისის შუალედურ არჩევნებში და არაპირებდით ერთმანეთისთვის კონკურენტების ჩასმას. აი როგორც მოხდა დაუშვათ თაწმინდაზე, ხო? თქვენ შალვა შავგულიძეს დაუთმეთ ეს ადგილი, მაგრამ რატომ არ მოხდა ასე მარნეულში? იმიტომ რომ იქ აჰმედ იმამყულიევი წარადგინა ევროპულმა საქართველომ და თქვენ ჩაუსვით იქ აგილ მუსტაფაევი, ხო? ვინ დაარღვია შეთანხმება, იმიტომ რომ ეხლა ვიდრე თქვენ პასუხს მოვისმენ, მე როგორც ვიცი, ევროპული საქართველო იყო ნაწყენი, რომ ვინ კონკრეტულად თუ შეიძლება? ქსელში გამოჩნდა ასეთი შეფასებები. ვინ მაინტერესებს ეხლა რომელი რა მნიშვნელობა აქვს? როგორ მნიშვნელობა იქნება? ხო, იქნებ ტროლი წერს ვინმე და რა მნიშვნელობა აქვს? გეტყვით. ქეთინო თაწმინდაზე როგორ იყო თაწმინდაზე ნაციონალურ მოძრაობას არ ყავს საკუთარი კანდიდატი და ხარს უჭერს ბატონ შალვა შავგულიძეს რა მოხდა იქ მარტო და ზუგდიდში იცით კანდიდატი არ ყავს ევროპულ საკუთრებას ხარს უჭერს სანდრა რულოვს ორი ოლქი სადაც ერთში ჩვენ დავაყენეთ მეორეში ხო და ამას გეკითხებით ანუ დაირღვა ეს თავიდანვე იყო საუბარი სადაც კარგი იქნებოდა შევთანხმებულიყავით არ დაგემალავთ ყველა ოლქში ეს კონკრეტულ ოლქებზე მაგრამ თავიდანვე იყო საუბარი ნუ თუ შევთანხმდებით ყველა ოლქზე საერთო კანდიდატზე იქნება იდეალური მაგრამ სადაც ვერ შევთანხმდებით იქ ვერ შევთანხმდებით ნუ ვერ შევთანხმდებით კარგი იქნებოდა მარნეულზე შევთანხმებული მე მეგონი ეს იყო ერთი და საბოლოო შეთანხმება ყველა ოლქზე შევთანხმებულიყავით კარგი იქნებოდა ნამდვილად ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პოლიტიკურად ეხლა ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ. ხაშკარისგან განსხვავებით, მაინც ეს რეგიონია, ხო? მეც და თქვენც ხმას ვაძლევთ თაწმინდის უბნებში.
აქ რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, იმიტომ რომ ეს მაინც თბილისია, ბევრი დამკვირვებელია, აქ ჯიხაშკარის მოვლენები და 2012 წლის ხაშურის მოვლენები ვერ მოხდება, ხო? არც მომხდარა ესეთი რაღაც თბილისში მაინც ხანერად ტარდებოდა. თქვენ როგორ აფასებთ, ანუ აი ახლა მაისში შანსებს ნებისმიერი სახის ოპოზიციის ქართული ოცნების წინააღმდეგ? ზოგადად შავშავული ძლიერი კანდიდატი, ძლიერი კანდიდატია ნამდვილად აქვს შანსი, თუმცა არ იქნება იული გასეირნება ვინაიდან რადგან ნებისმიერი შუალედური არჩევნები, გამოტოვებული არჩევნები ყველა ოპოზიციური პარტიისთვის არის უფრო რთული ვიდრე რიგითი არჩევნები. როდესაც მთელ ქვეყანაში ტარდება. კი ბატონო, ოპოზიციური პარტიები ჩვენ ვართ მობილიზებულნი უფრო ერთ ან რამდენიმე ცალკეულ ოლქებში, მაგრამ ხელისუფლებაც ხო იგივე საკეთებს. აი თქვენ დამისვით ზემოთ კითხვა აღიარებთ ამ არჩევნებს არ აღიარებთ. ჩემ გულახდილ პასუხს თუ მიიღებთ, ხო? მე მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქნება უამრავი ცდელობა გაყალბების, ეს იქნება ის არჩევნები ზუგდიდში და თაწმინდაზე, სადაც ფაქტები უნდა გავასაჯაროოთ გაყალბებისა. მე მესმის ისეთ რა ის 24 საათი მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, დიახ, იწილობ, ისეთ რა გაყალბდება სხვადასხვაგვარად ეხაც დადიან და მაგალითად ილომბარდებენ, ეგრეთ წოდებული ტერმინი რომელიც დამკვიდრდა და პირადობის მოწმობებს, ხო? ვიცით, ხო? 100 ლარს იხდიან. კი. იღებენ მაგალითად ხალბატონი თეონა გეგელიესგან, რომელიც არის პოტენციურად შესაძლებელია იყოს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე. ვერავინ ვერც ვერ გამომართავს ბატონიკა. ჩვენ ამბობთ მე იმას და იღებენ ამ სხვადასხვა ხერხებით. ზოგს შანტაჟით ართმევენ, ზოგს მუქარით ართმევენ, ზოგს ეუბნებიან, რომ იცით რა, რაღაც ადმინისტრაციაში არის საჭი იღებენ არჩევნების დღეს თეონა გეგელია ვერ მიდის არჩევნებზე და ხმას ვერ აძლევს მაგალითად შალვა შავგურიძეს ან სანდრა რულოვს და არჩევნების შემდეგ უბრუნებს. მასიურად ხდებოდა ეს ასე. გარდა ამისა, ნუ ეხა ბიულეტენები რო იხსნებოდა, ალბათ გაგიგიათ, ხო? მაგრამ კი ბატონო, მაინც გავის ბიულეტენები, როდესაც გაიხსნა, ინიციალები ეწერა, მაგალითად TG თეონა გეგელია. ნიშნად იმისა, ქართული ოცნების კომისიის წევრს უნდა ენახა, რომ თეონა გეგელია ადმინისტრაციული ასეთ ორგანოს თანამშრომელმა ხმა ნამდვილად მისცა სალომე ზურაბს. ისიც როგორ არის ბატონო? იყო ეს. ხომ საარჩევნო გეცინება. არ მართლა სხვა რაღაცაზე მეცინება ხა პროდიუსერმა მითხრა. როდესაც იყო ოპოზიციის წარმომადგენელი ძის კომისიაში, ხო თუ კი დამატებით ეგეთი რამე და მიუხედავად კარგით რა თავისუფლად შეუულია კანონის თანახმად კომისიის წევრს. კანონის თანახმად რა თქმა უნდა მაგრამ რომა კანონის თანახმად სამაგიდოს ეგრეთ წოდებული სიები პირველი ტურის შემდეგ სამაგიდოს სია ხო ვიცით რაც არის მაგალითად უკვე გავიგეთ ვინ იყო არჩევნებზე მოსული და ვინ არ იყო ხო ეს სამაგიდოს სიები რომელიც რაღაცა და სათემო წესით განადგურდეს მოხდა მე ქართული ოცნების შტაბებში და შეხედეს რა ნიკამელია არჩევნებზე არ ყოფილა და აბა ნიკამელიასთან დაიწყო რეკვები გამონახვა საერთო ახლობლების ან ნიკამელიას პატიმარი ყავს მაგალითად ვინმე ოჯახის წევრი ნიკამელია ადმინისტრაციული ორგანოების შემუშავებით არა მიუხედავად ამისა ეს ვიცით რომ ამას აკეთებენ მიუხედავად ამისა ჩვენ მტკიცებულებები უნდა დავდოთ ჩვენ ესეთი ისტორიაც ვიცით პირადობებთან და ჩვენ უფრო მეტი ისაუბროთ უფრო მეტად აღშფოთებულმა ვიდრე მე ბატონიკა ჩვენ ვიცით ერთი ისტორიაც ასეთიც რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რო ატეხეს განგაში პირადობის მოწმობების გაყალბებაზე თუმცა ვერც ერთი ვერ მოვიყვანა ეთერში ეს ერთი და მეორეც ერთი როგორც ჩანს იქიდან მაინც ვერაფერი ვერ გამოდნა ასე ვთქვათ არ გაირკვა მე ვცდილობდი რომ ეს ხალხი მომეყვანა ეთერში მართლა და ელაპარაკათ აი ამ გაყალბების შესაძლებლობებზე მაგრამ არ მოვიდნენ ესეთი ისტორიაც ვიცით ხალხი დამოვიწყა რიტორიკული კითხვა ბატონ გუროვს და ქალბატონ თეონას ათობით ადამიანი ვნახეთ როგორ ყრის ბიულეტენს ყუთში საარჩევნო ყუთში ჩვენს მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერები მაქვს მხედველობაში მათ შორის როგორ აყალბებენ არჩევნების დღეს რამაც ისეთ რო ეჭვია რომ ეს თქვენი გაყალბებულიც არის ასეთი ვიდეოები ანუ ის სადაც გადის ის სადაც ხავს მოვიკლავ ახლა ქალბატონო თქვენ თუ ამას მართლა არა თქვენ თუ ამას რეალურად ნაციონალური მოძრაობა თქვენ უბრალოდ სარედაქციო პოლიტიკას და უბრალოდ მართლა გულისხმობთ ძიმედ არის მდგომარეობა ქალბატონო
სახელი და გვარი ვიცით. ადამიანის საცხოვრებელი მისამართი ვიცით. რაზე საუბრობდა ქართული ოცნების ეს აქტივისტი, მეორე ქართული ოცნების აქტივისტი და ეს ვიცით. არაერთი სიუჟეტი გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით და კიდევ ვარჯი რა. რა რუსთავიორზე გავდო თქვენ. ეხლა ეს რომელი ოპერიდან არის, იცით, ოდესაც გამიტაცეს, მე მიხვდნენ რომ სისულელი გააკეთეს. და განრიდება დაარქვეს და 3 საათში მიხვდნენ რომ მე ვიყავი, ვინც ვიყავ. ზოგჯერ სიტუაცია არის მომდეგვარი გარემო, როდესაც არ გინდა რომ გიცნონ, ხო არის ხა. ბატონიკა, ისეთ საინტერესო თემაზე უნდა გელაპარაკოთ თქვენ ადამიანი უბრალოდ უცნობენ. და თურმე თელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ ეთერში რომ ჩამტენეს მანქანაში და მე ერთხელ ვთქვი და ამბავს რომ მეორე წყვებით თვალჩნევთ. მეორე ჯერ 8 ჯერ მოყვები და 20 ჯერ მოყვები. ხაბატონო თეონა სანამ ჩემ თავს კი არ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაც უნდა გითხრა. ვინც იყოცო ყველგან უსვამთ ამას ხარ. ყვებით რომ ვერ მიცნეს და თან როცა ყვებით რომ როგორ მობილიზებულა წაიღეს სამაგიდო წიგნები შეისწავლეს სტატისტიკა დაამუშავეს. აი ეს ორი ოცნება ერთმანეთში არ ჭირდება გესმის. ის ერთი უნიათობა რაც ეხლა უნიათო ოცნება და ესეთი ორგანიზება. უნიათობა ეს არის თავზე ხელი აიგეს უბრალოდ ყველაფერზე უტიფრად აკეთებენ ამ ყველაფერს. რა არ ვიცით რა მოხდა? რას გვთავაზობთ? სხვა თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა. მანამ სანამ ბოლომდე ბატონიკა ჩვენ არაფერს არ გთავაზობთ. ესე იგი შევახოთ ბატონიკა არაფერს არ გთავაზობთ, პირიქით გიხდით ხელფასს, რომ გააკეთოთ ისე როგორც თulit საჭიროთ. ამიტომ ჩვენ მოგმართავთ რას გთავაზობთ, როგორ შეიძლება თქვენ რამე მოგშენოთ. ჩემი სურვილი კი არის შემდეგი რომ თქვენც იყოს უფრო მეტად ჩემი შეფასებით ხმა არ უნდა მომცეთ თუ არ გნება მაგრამ ობიექტურად აღწეროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აი ამის სურვილი მე ჩემი როლი აქ არის რომ მე თქვენ დაგისვათ შეკითხვა რომელიც მხოლოდ მე კი არ მაქვს აქვს ძალიან ბევრ მოქალაქეს გურამს გამოვეხმაურე ესე იგი პრაქტიკულად გურამის ლოგიკით ქებასი იმსახურებს ქართული ოცნება არა პირიქით ეს უნიათო და ეს ორგანიზებული ეს როგორ უჯდება ერთმანეთში ორგანიზებულობას რას ეძახით ეხა ძველ ბიჭებს სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფ კრიმინალებს არ ვიცი პოლიციის თანამშრომლებს რომლებიც დარბიან და ასე შემდეგ ამაზე პასუხის რაც არ უნდა ვინმეს მოიჩვენოს თქო დავასრულებ პირდებით მოიჩვენოს რომ იცით რა რევანში რა რევანშია საუბარი თქვენ გონიათ ახლა მე რომ თქვა რომ კანონის წინაშე ან მართლმსაჯულების წინაშე პასუხი არ უნდა აღვდეს მაგალითად ბატონო ღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რომლის მინისტრის მუშაობის პირობებში მუხტალი გააქრეს ქვეყნიდან არ უნდა გოს თელი საერთაშორისო საზოგადოება ტაჟდაგიკრავს და გამოიძია ხო თქვენ ახლა ლაპარაკი გურამ მისი ბრალეულობა ეხა გეტყვით რაღაცას სუბელიანი შემთხვევა არ დევს ხელის გულზე ბატონი ჯაფარი ვიტო ჯაფარიძე დეპუტატი როდესაც შევიდა გარიგებაში ბატონ სუბელიანს ყველა შორის იქ რა ჩანაცვლით რაციზმო და ყველაფერი ისე დამპირდით რომ გამჩერდებიო ანუ მეც დამითმობთ დროს ეხა თქვენ ეხა გეტყვით და გეწყინებთ მე რა კი გეწყინებთ და აღშფოთდებით მაგრამ თქვენ ეხა ლაპარაკობთ იმ თემებზე რომელშიც ხართ ასე ვთქვით კომფორტულად ანუ ეს არის თემები რომელიც მოსმენილი აქვს მაყურებელს ალბათ ძალიან ბევრჯერ ამიტომ თუ მომცემთ საშუალებას მართლა მაინტერესებს რაღაცები და ამაზე მინდა პასუხი გაგცეთ თქვენ ალბათ ეთანხმებით ხო მიხეილ სააკაშვილის აი ეს ბოლო მისი ინტერვიუ იყო ვრცელი რუსთავიორზე და მან იქ რაღაც საპროგრამო ასე ვთქვით რაღაცები თქვა აი მაგალითად ის რაც თქვენ თქვით ასევე ყრილობაზე რომ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას დავნერგავთო ჯერ პარტიაშიო და შემდეგ მთელ საქართველოში თუ მოვალთ ხელისუფლებაშიო და ითქვა ასეთი რამ ანუ რაღაც შვეიცარიის მოდელზე იყო ლაპარაკი რაღაც სარეფერენდუმო დემოკრატია ხო ჯერ ზოგადად ეს რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ რომ საქართველო ასე ვთქვათ ესე უმალ გადავაუცბოთ შვეიცარიის მოდელზე დავასრულებ ოღონდ კითხვას და პრაქტიკაში როგორ აპირებთ ამის განხორციელებას ხომ მე იქ როგორც მოვისმინე მთელი ერიმა ნუ სმარტფონებით უნდა მივცეთ რაღაც გადაწყვეტილებებს ხმას რა ვადებში აპირებთ ამის გაკეთებას ვინ დააფინანსებს ამას თუ შეგიძლიათ გითხრათ და რა არის ის რაღაცეები რასაც მოსახლეობას არ კითხავთ
აი იქ ითქვა რომ რაღაცებს არ ვკითხავთო, მაგრამ აი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეს ავირჩევთ პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რაზეც ბატონმა სააკაშვილმა ისაუბრა აი ამ მიმართულებით ეს არის შორს მიმოვალი გეგმები არა ერთი დავასრულებ გალაპარაკებთ არ გეკამათებით წელიწად ნახევარშია არჩევნები ხო არ არის შორს თქვენ ამბობთ რომ არის კატასტროფული ჭაობი და სასწრაფოდ არის ქვეყანა აქედან ამოსაყვანი ეს ახლა რომელი შორეული პერსპექტივაა ხო ვიხსნით ეს არ ნიშნავს ბატონ სააკაშვილმა რა თქმა უნდა თქვა და მისი ხედვა წარმოადგინა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ნიკამელი ყველაფერში ამ წუთას ვეთანხმები ბატონ სააკაშვილს მართლაც უბრალოდ ბევრი რამ ალბათ გასაკეთებელია და ყველაფერს ჩვენ საუბრობთ და მათ შორის ბატონი სააკაშვილი შიდა პარტიულ არჩევნებზე რომ ელექტრონულ ფორმატში მოხდეს სხვადასხვა თანამდებობების და საკითხების კენჭის ხაზზე დაყენება, რაც მისასალმებელია ნამდვილად ადრე თუ გვიან ეს მოხდება ყველა პოლიტიკური პარტიის ფარგლებში ყილობა იქნება თუ ეს პოლიტიკური საბჭოს ასე ვთქვათ ფორმატი რეალურად მოხდა კიდევაც, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო მოწყობას როგორი უნდა იყოს იგი. ყველაფერს თავი დავანებოთ ჩვენ გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში მოვაწეობთ და ამ ყველაფრის თაობაზე ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს. მე არ ვეთანხმები ამ წუთას ბატონ სააკაშვილს რომ პარლამენტის როლი უნდა დაკნინდეს. ეს არ ნიშნავს იმას, ეს პარტია შეიძლება პარტია ნაციონალური მოძრაობა, პარტია ნაციონალური მოძრაობა თეონა. qalibდება რეალურ პოლიტიკურ პარტიად. ყველა პოლიტიკური პარტია ოპოზიციაში ვითარდება და qalibდება. მართლაც ესეა. ნამდვილად ასე არის ეს. მაგრამ მაშინ რა გეგმა გაქვთ? ეს არის რაღაც კონკრეტული გეგმა და მე სხვათა შორის მომეწონა, რაც არ უნდა არ არის შვეიცარიაში არსებობს საკითხები, რომელიც რეფერენდუმის სახით წყდება. ხო? ბევრი საკითხი გამოდის რეფერენდუმზე, მაგრამ ეხლა ის თქვათ ეხლა 2020-ში მაგალითად ჩვენ ელექტრონული კენჭის ყრით ავიჩერთ ეხლა უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე არ ვარ მე ამის მზად რომ გიპასუხო ეს არის ჩემი გულახდილი პასუხი დაპირებისამებრ თქვენს მიმართ განსხვავებით თქვენზეან ჩვენ რო გავხდებით ჩვენ თუ გადავწყვიტეთ პოლიტიკაში წამოსვლა თუმცა მოსაზრება და ხედვა ვითარდება ტექნოლოგიური ერაში ვარ. გავიგე, ანუ ეს არ არის კონკრეტული გეგმა, ამაზე არ არის პარტია ჩამოყალიბებული, ეს არის მისი სურვილი მხოლოდ. არა, იდეა, რომელიც ბევრჯერ გავხმოვანებია და ბევრ იდეას ხორცი შეუსწავლეთ. გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია და მე როგორც ვიცი, თქვენ ისე ტკივნეულად აღიქვამთ ხოლმე იმას, რომ ნაციონალური მოძრაობას წაუმძღვარებთ ხოლმე ამ ძალა ერთობაშიას წინ, რომ ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია. ხო, რამდენ პარტიას აერთიანებთ, იქნებ ახლა გაახსენოთ მაყურებელს და თუ შეგიძლიათ გითხრათ აი ამ პარტიებიდან რომლებსაც თქვენ ეძახით პოლიტიკურ პარტიებს ხო მათი ელექტორალური მხარდაჭერა ერთადერთი ეს არის მე თუ ვცდები შემისწორეთ ეს არის ბურჭულაძის მოძრაობამ რომელმაც აიღო სადღაც 3% არჩევნებზე ბურჭულაძე აღარ არის და როგორც ვიცი აღარც მოგწონთ ნიკა მაჭუტაძე ახლა მისი ხელმძღვანელი და ვინ ქარდავა ანუ თქვენ ამას წარმოაჩენთ რისი თქმა მინდა არა თუ არ არის მიპასუხეთ ამისთვის ხარდად ანუ თქვენ ამბობთ რომ ხართ რაღაც დიდი გაერთიანების თქო სათავეში თუ გვერდით და სინამდვილეში ხართ თქვენ და ეს ხალხი არის რაღაც ინდივიდუალურად შემოერთებული ხალხი, რომელსაც ჩემი აზრით ელექტორალური მხარდაჭერა საერთოდ არ აქვს. თუ ვცდები, მითხარით. კი ბატონო, მადლობა, ვერ დაგეთანხმებით, ჯერთიც, მე მგონი განვლილმა მე მგონი არა რეალურად განვლილმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ ყველაფერმა იმუშავა. რა მიმუშავა, ბატონო? გეტყვით, აი თუ შეიძლება დავასრულოთ ნაციონალური მოძრაობა, როდესაც არა ხა ნაციონალური მოძრაობა 2017 წელს იცით ამდენი ხმა იყო არჩევნებში, როდესაც მარტო ნაციონალური მოძრაობა იყო. ანუ თვითმმართველობის არჩევნები. ქვეყნის მასშტაბით. 260 ბაჭუკი ქარდავამ დაგიმატათ ეს ხმები, ხა ნიკა კარგით ეხა გულდა ეხა გულწრფელი. დავასრულე, მაჩო, ბოლომდე ვიქნები გულწრფელი. ქარდავა მოგიტანათ ეს. დავასრულე, მაჩორის ბაჭუკი მდიახაც, იმიტომ რომ სინერგია იქნება. თქვენ რა გონიათ? თქვენ რომ შემოგვიერთეთ ეხა, თეონა გეგელიას რა ელექტრონული ბუდება აქვს ეხა. თქვენ მაგრამ
მერწმუნე აუცილებლად გავაძლიერებ. აუცილებლად მეთქნას, მაგრამ აუცილებლად გავასრულებ ხაბატონო თეორია. აუცილებლად გაგვაძლიერებთ. თქვენს გურამ ვერაფრით მე თქვენ ვერ გაგაძლიერებთ გამოიწვია. და მე გითხარით აი საილუსტრაციოდ მოვიყვანე მაგალითი, ხო? ციფრი 260,000 და 800,000. ხო. მოთხოვნა საზოგადოებაში გაერთიანებისა 12 სუბიექტი ვართ მათ შორის სამოქალაქო პირები ანუ საზოგადოებრივი ჯგუფები წარმომადგენლები როგორიც არის მაგალითად ნიკა ვაშაკიძე ხო და თაკო ჩარკვიანი კი ბატონო თაკო ჩარკვიანი ვიმე აკნინებს თაკო ჩარკვიანის როლს კამპანიაში რატო ესე არასერიოზული თაკო ჩარკვიანმა ძალიან მაგარი კამპანია ჩაატარა თაკო ჩარკვიანი ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ბევრ სხვა პოლიტიკურ მომცრო პარტიებზე პოპულარული ყოფილიყო ხო ეხლა რატო სხვა პოლიტიკური პარტნიორები ყავს რომელებიც არ არიან ჯერ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოვალი პარტიები ევროპული საქართველოს შესაძლებელი ევროპული საქართველოს მეორე ტურში დაგვიჭირდა მხარი ხო იქ არის რესპუბლიკური პარტია ძალიან დიდი როლი ითამაშა მეორე ტურში აი რესპუბლიკური პარტია მაგალითად პოლიტიკოსი ხო ჩემი შეფასება არის მნიშვნელოვანი ხმა. აი ხა თქვენ გონიათ რომ რესპუბლიკური პარტია ვიღაცისთვის არის 1%-იანი პარტია. სინამდვილეში მათმა ჩართულობა მეორე ტურში ბევრი რამ მისცა კამპანიას. აი ხა იგივე ბატონი დუმბაძე, ხო? მურმან დუმბაძე, ხო? თქო, როდესაც ეს ადამიანები რომელიც ერთი ჩამოთვალე უკვე ასოცირდებოდნენ ქართულ ოცნებას, ანუ ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ იყვნენ 2012 წლამდე და ოპოზიციაში იყვნენ, там მძაფ ოპოზიციაში და უცბად აღმოჩნდა ეს ადამიანები დღეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ძალიან ბევრი ამ ქვეყანაში მინიმუმ ორჯერ დაფიქრდა და პირიქით მოხდა მათ შორის პირიქით მოხდა ნაციონალურ მოძრაობაში ვინც იყო 2012 წლამდე დღეს არის გამარჯვებაცად ქართულ ოცნებაში მათ შორის დეპუტატები არიან პარლამენტში იცით რა თუ არ ვწდები 9 თუ 8 დეპუტატია აი ორი მოწვევა რო იყო ნაციონალურ მოძრაობის დეპუტატია დღეს რომ არის ქართულ მოძრაობის ოცნებაზე მეკითხები ხელისუფლებაშია ჯერჯერობით ესე იგი ნაცმოძრაობის წევრები ყოფილი წევრები გადასული ოცნებაში არის მომწამლები რეზუმე რო გადმოსული ხალხი რაღაცნაირად აკეთებს არა მართლა ესე კი ბატონო ეხა თაკო ჩარკვიანი მე მახსოვს როდესაც იყო ქართული ოცნების ხარდაჭერი მე მახსოვს რესპუბლიკური პარტია როდესაც იყო ქართული ოცნების არათუ ხარდაჭერი უბრალოდ საჭოს წევრები იყვნენ და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ქართული ოცნების ხო მაგრამ განსხვავება სათხედავ მე ყველა მეტნაკლებად ვინც სიმპათიურად გამოიყურებოდა ქართული ოცნების რიგებში როდესაც მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში დატოვა ქართული ოცნება და ყველა ის ადამიანი ძირითადად ყველა მაქსიმუმ მე ვფიქრობ აბსოლუტური უმრავლესობა ვინც ნაციონალურ მოძრაობაში იყო და პრაქტიკულად ოდიოზურ პირებად იწოდებოდნენ ქართული ოცნების ასე თქვა ლიდერების მიერ წაიყვანეს კი დაიტოვეს მოკიდეს და უთხრეს სამომრჩეველი მათ პასუხს ნიკა თქვენ ხო იცით ამიტომ ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ მე მგონი სწორად გავიგე რაც ისახით ანუ როცა ხდება ხარისხი მნიშვნელობა დიდი გავიგე რომ უკეთეს ხარისხი ბატონი მურუსიძე დღეს არის ქართული ოცნების პირდაპირ კეთილ წევრი არის ქართული ოცნება თქვენ ახლა თუ იმაზე დავიწყებთ ახლა დავასვოთ სხვა სახელმწიფოებრივი სასამართლო და აღმასრულებრივი სხვა არის ნუ სხვათა შორის ძალიან საინტერესო რაღაცა თქვით მე უსმენდი თქვენ ინტერვიუს და თქვით რომ კობახიძემ რო თქვა რომ მურუსიძე კაკეთილ შობილძაო ანუ მურუსიძე კარგია და მე ცუდი რატო ვარ არა კარგი საინტერესო არგუმენტი იყო ანუ მე რატო ვარ ცუდია თუ მურუსიძე კაიო და იქნებ არც ერთი არ ვარ გიხართ კი ბატონო ეს ამორჩევა უნდა გადაწყვეტოს ხო და ამორჩევა უნდა გადაწყვეტოს გადაწყვეტოს და მერწმუნეთ რაც არ უნდა ყირაზე რო დადგეს ქართული ოცნება მომდევნო თავად საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნება არჩევნებს ვერ მოიგებს. კი ბატონო. ჩვენ უნდა წავაგოთ. თქვენ გონიათ რომ კი მიხარეთ, თქვენ გონიათ ნაციონალურმა მოძრაობამ, ქართულმა ოცნებამ მოიგო არჩევნები 2012 წელს. პირდაპირ გეტყვით გულახდეთ ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო 2012 წელს არჩევნები. მე ვფიქრობ ეს არჩევნების თქვენ წააგეთ. არა. კი, როგორ არა, იმიტომ რომ ეს იყო წინააღმდეგ მიცემული ხმები. ეს იყო სხვა ტიპის არჩევნები, სხვა ტიპის მოვიგეთ, ეს იყო სხვა ტიპის არჩევნები, არჩევნები, სადაც ძალიან ბევრი ვერაერთო და ახსნი რას გულისხმობ. ქართული ოცნება რომელ ბანკოს ათამაშებდა, იცით ველზე, პოლიტიკურ ველზე დაძიებდა, კარგი, აი, პროკურორი რას ეუბნებოდა, იცით, თუ შეიძლება დავუსვა, მარნეულის მაგალითად. საინტერესოა. სასამართლო რეფორმას როგორ ვაშაძე რომ გახდეს, თუ შეიძლება დავუსვა, ვაშაძე პრეზიდენტად რომ აირჩიო. ხო. მე მაინც პროკურორი ვიქნები, მაინც სუსის უფროსი ვიქნები, მაინც პოლიციის უფროსი ვიქნები. მე საწახვალ, ჩემგან და მოდი და ჩემთან კონფლიქტში შემოხვალ და
წარმატებულად გაათამაშეს ეს კარტი. პირდაპირ კიდე წაგაგებინეს არჩევნები და როდესაც ერთი წუთი, როდესაც საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა, მთელი ხელისუფლება იდება სასწორზე, მერწმუნეთ, ის პროკურორი, რომელიც ამას ბედავდა და ახორციელებდა კიდევაც. მის რაფას დილის 8 საათზე რომ გაიგვიწევს და საარჩევნო უბნები გაიხსნება. ბატონო ნიკა. გაშეშდება. იმიტომ მას არ ეწოდინება რა იქნება საღამოს 8 საათზე და ვერ გაბედავს იმას, რაც ბედავდა ეხლა. უზენ სასამართლოს რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ეხლა აინტერესებთ ალბათ ადამიანებს, თქვენ თუ მოხვედით ხელისუფლებაში, დავსოჯერ კითხო. მივხვდი. არა, ვერ მივხვდი. რას აპირებთ? აი, თქვენ თქვით რომ ამ ელექტრონულ სისტემას თulit რომ ეს არის მომავლის თემა და ანუ სააკაშვილის ეს იდეას როგორც ვხვდები, ასე ვთქვათ, მიგაჩნიათ რომ რაღაც არარეალისტურია, თუმცა ძალიან საინტერესო რაღაც თქვა. იმიტომ რომ სასამართლოში ხო ძალიან სწრაფად ნიკა. სასამართლოში ხო ძალიან სწრაფად არის ჩასატარებელი რეფორმა, ხო? თქვენ აი მოხვედით 2020 წელს ხელისუფლებაში და ძალიან მაინტერესებს რას აპირებთ. აქ არის ესე იგი სადღაც 300-მდე მოსამართლე სისტემაში, რომელთაგან ნაზი ჯანზაშვილის ინფორმაციით არის უმრავლესობა 6%-მდეა მხოლოდ ახალი სისტემაში. დანარჩენი არის ყველა ძველი, ანუ ისინი, ვინც მუშაობდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს. პლუს უზენაესი სასამართლოს, ასე ვთქვათ, ეს წევრები, ხო, ზემოთ. აი სააკაშვილმა თქვა რომ ამ ელექტრონულ სისტემაზე რო გადავალთო უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს მოსახლეობა აირჩევს ამ smartphone-ებზე ხელის დაჭერითო და იმ 1000-ო ანუ ვინც წევრები არიან თუ გაიზარდა ეს რაოდენობა ხო არ მერევა. მოკლედ უზენაეს სასამართლოს წევრებსო ჩამოვიყვანთ ჰოლანდიიდან, ბრიტანეთიდან. ხო, 28. უცხოელებისგან დავაკომპლექტებთო და ნუ მეორე იქ ახსნა მექანიზმი, ასე ვთქვათ, როგორ დასჯიან ცუდმოსამართლეებს შემდეგ. ეს თუ ასე ვთქვათ არარეალისტურია, მაშინ რეალისტური რა არის? ანუ თქვენ როდესაც მოხვალთ ამ ხალხს რეალისტურია. აბა თქვით რომ ელექტრონულ სისტემაზე ნაწილი ნაწილი რაც ითქვა ჩვენთვის არის და ნაწილი არის მიუღებელი. აი სასამართლოს დაკავშირებით ეთანხმებით. ეხონდებარება. მადლობა, ეხლა გიპასუხებ. ეხლა უდავოა რომ და ამ სამას კაც რას უზამთ? სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაში საჭირო არის სხვა განსხვავებული ეფექტური რეფორმის გატარება. დავინახეთ ხო რამდენი ტალღა გაუვარ ნუ ხართ ირონიული. იქ სადაც კივა ათასობით მოქალაქეს ის ვითარება რომელიც არის ხელისუფლების კივა. როგორ მოგვარჩენთ? ამაზე მარტივად როგორ კითხავთ? ცოტა შესაძლოა ვაკეთებ ძალიან მოკლედ, ხო? ხო, კარგით მე. ხო. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, რაშიც უცბად შემიძლია გიპასუხოთ და რაშიც ვარ დარწმუნებული, ნამდვილად უნდა იყოს. მე როგორც მისი კანდიდატად ნომინირების და მე კანდიდატად უკვე წარდგენის პროცესი მთელი აი საჯაროდ მოსახლეობის წინაშე მოედანზე უნდა ავირჩიოთ. როგორც ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ერთი წუთით, მაგრამ პირველ ეტაპზე რაც გასაკეთებელია, თქვენ რას მეუბნებით, ეხლა ნუნუ ნემსიწვერიძე. ვიცი ეგ ნუნუ ნემსიწვერიძე. არა, უნდა გითხრათ, თქვენ იცით, კაბატონო თეონაზო, მარტივად ამეთერგენ ამას არ საუბრობთ. როგორ არა გეთანხმებით, კაცო, კირკიტაძის მოსამართლე. რა იყო, აბა თქვით, თქვენ უცხო ცოცხალი მკვდარი, ეგ ცნობილი ამბავია. დამასრულებიეთ, ხო შეიძლება მივდივარ ეხლა. როგორ აგდებთ მეთქი ნემსიწვერიძეს, როგორ აგდებთ სისტემიდან, მაინც მაინტერესებს გისმენ. ნუნუ ნემსიწვერიძე ძვირფასო მაყურებლობა არის ადამიანი, რომელმაც ძალიან რეზონანსული გახდა. ანუ კვლელობისთვის გაასამართლა ადამიანი გაუშვა ციხეში და ერთ თვეში მოკლული ადამიანი აღმოჩნდა ცოცხალი და ჩამოვიდა მთაში იყო მწყემსად მუშაობდა თქვა რომ ცოცხალი ვარ სასამართლოში დაგეხმარებით არა კი არ მუშაობს უვად რატო მუშაობას ვიდა დათო კირკიტაძეს დაკავებაზე სანქცია გასცა და რამდენიმე დღეში უვადოდ გაამწესა ბატონმა მუსარიძე და პირველში ეხლა რაც არის გასაკეთებელი აი ეხლა ვიდეოსაუბრობთ აზბწყოში მაგრამ ამაზე არ მოდის ქართული აუცილებლად იუსტიციის საბჭოს ფაქტში არის დამატებითი ფილტრი როგორც მექანიზმი მოსაფიქრებელი და ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო ჩვენ ბევრი სხვა ოპოზიციური პარტიაც რომ უცხოელი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს არა ნომინირების ეტაპზე გულისხმობ კანდიდატების მოსამართლე უზენაეს სასამართლოს მაგალითად ვიდრე ეხლა საუბრობ აი სანამ მურუსიძე ჩინჩავდა პარლამენტში 10 კანდიდატურას ასე თქვათ დაასახელებენ შემოიტანენ მანამდე უცხოელმა ექსპერტებმა როგორც მექანიზმი შეიქმნა და უცხოელმა ექსპერტებმა ფილტრის სახით თითოეული კანდიდატი გაიარა. მაგრამ ამან ეს არის უტოპია, ეს არის უტოპია და ქიმია. მაგრამ რეალური უცხოელი მოსამართლეები მე პირადად მესახება
ერთადერთ გამოსავალთ რაღაცა პერიოდის განმავლობაში. თუნდაც 10 წლის განმავლობაში, თუნდაც 15 წლის განმავლობაში, დიახაც. სხვა ალტერნატივა არ არის, იმიტომ ნუ მესწერიძე, როდესაც მოვა გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებაში მზად იქნება რომ იმონოს ერთი წუთით რატომ არის იცით რომ აი მურუსიძეს უღირს რომ იყოს მორჩილი ბიძინა ივანიშვილის რატო იცით იმიტომ თავის მხრივ სლოვაკიის ხელმძღვანელი როდესაც ჩამოვა მან იცის რომ სხლები ყავს მორჩილებაში და ასე იყო ნაციონალური მოძრაობის დროსაც. ნუ სიწვერიძე ზუსტად 1 საათში გახდება მომდევნო ხელისუფლების მორჩილი. სულ მორჩილებაში და რადგინდა თქვენ მორჩილები მოსამართლეები. ამიტომ მე კი არ მინდა ხავატო თეორია თქვენ არავის არ უნდა ემოციებს. თქვენ რა გონიათ მე? თქვენ რა გონიათ? მე შეიძლება შესაძლოა არა ერთი წუთი და მაინტერესებს და მაინტერესებს ნემსიწვერი. არა მე მეცინება რომ არ ადამიანი უკანონო პატიმრობაში არის და არ ეცინება. მე მეცინება იმაზე რომ ვიღაც არის უკანონო პატიმრობაში. მურუსიძე რომელიც რატო უნდა გამიგეთ? ძალიან უხარ. არა, დიახ, რატო გონიათ? იმიტომ რომ ხმაზე თქვენი ხმა ამოგებული მაჩალიკაშვილის კოლობასთან დაკავშირებით ან სარალიძის კოლობასთან დაკავშირებით ან ბატონი გახარია როდესაც მოვიდა ან გაგიწუროთ ის არ კითხებით მე არ მომისმენია და არ მინდა კითხოთ და რატო გონიათ რომ უნდა გამიკვირდეს მიკვირს აი გადადიხართ უკვე არა მიკვირს თეონა რატო მიკვირს გახარია როდესაც აქ იყო გახარია როდესაც აქ იყო გახარია როდესაც იმიტომ რომ არ გაქვს კონკრეტული გამოსავალი არის უცხოელი მოსამართლეები. რა თქმა უნდა თავდასხმაზე. და მელაპარაკებით როგორც თქვენს პოლიტიკურ ოპონენტს და მე გიხსნით თქვენ მთელ საქართველოს ვინც თქვენ მხარეს არ არის პოლიტიკურ ოპონენტებად ეს არის დაანგაჟირებული მე რატო არ უნდა მეგონოთ თქვენ პოლიტიკურ დაანგაჟირებული თქვენი მთავრობის წევრი თქვენ ასევე მგონით ხარ პოლიტიკურ დაანგაჟირებული არა მე არანაირი პრობლემა მე რო პოლიტიკაში ვდობ და ერთი წუთით რა როგორ გამიხარდებოს საქმიანობას რატო ჩემი პოლიტიკაში ყოფნა თქვენ რატო არა სიმართლე არ არის თქვენ სიმართლე როგორ არ არის ჩემ ხარეს კარგი ვის მადარებთ ეხა აი ამიტომ თქვენ სვავთ არასწორად ტოლობის ნიშნებს ნიკა გვარამია თუიზო თქვენ სიმართლე გავაკეთეთ რა თქმა უნდა მე ვამბობ იმას რაც არის გაუძლოთ ისდება ნახეთ თუ კი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ვარ არ გამეცხოვ სკოლის მოსამართლეებში მე მოსამართლეების რეფორმაზე გეკითხები და თქვენ ნიკა გვარამიაზე კი ბატონო უნდა გაუშვათ ნუ ნემსიწვერის უნდა გაუშვათ სახში უნდა გაუშვათ სახში ამაზე შეთანხმდება მთელი პოლიტიკური თუ კი გაიმარჯვოს ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციიდან ანუ პარლამენტში უმრავლესობას კი ბატონო საკანონმდებლო ცხადია რომ ყველანაირ ცვლილება შესაძლებელია და საკანონმდებლო დონეზე განხორციელდება ეხლა რაც არ უნდა აყვირდეს ეხლა ხვალზე ჩინჩალაძე მურუსიძე და არის სხვაები სპიკერები ინსტიტუტის საბჭო ესეა ნუ მესვიძვერზე როგორ შეიძლება უბადონ გასაგებული მოსამართლე იყოს ბატონი მურუსიძე ვის მიმართაც დობა არის პლინტუსის ქვევი. გასაგებით თქვენ თუ მოიგებთ მეორე წუთში ხარ როგორც თქვით ეს მოსამართლეები მზად იქნებიან ეგრევე თეონა მაცალეს. უნდა გაუშვათ თქო და როგორ აპირებთ თქო გეკითხებით და თქვენ გიპასუხეთ მარტივად გიპასუხეთ. საკანონმდებლო დონეზე განხორციელებით კი ბატონო ჯავათები არის ეს თქვენ ეძახით რომ მოსამართლეები არიან და არც სააკაშვილის დროს იყვნენ ეს ადამიანები მოსამართლეები მაშინაც ჯავათები იყვნენ. მაშინ როგორ არ მაქვს პასუხი მაშინაც ჯავათები იყვნენ და ეხლა ჯავათები არიან და აგიხსნით თუ შეიძლება 2003 წელს როდესაც მოვიდა ნორმალური ხელისუფლება ნემსწვერის გადაწყვეტილება იყო ნორმალური ძალიან მარტივი აი ის როცა მკვდარი ადამიანი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მე გადააწერეს მოსამართლე ჩვენ ხო ვიცით რომ ბატონი ადეიშვილი და მთელი პროკურატურა მართავდა სასამართლო უბრალოდ არ ქონდა პროკურორმა რაც დააყენა და ეხლა საუბრობთ არა ფათეგრი არ არის მაგრამ პროკურორმა რაც მოითხოვა იმან უბრალოდ ეხლა დაუბრუნდები რის თქმას დიდი ხანია მინდა როგორც კი მოიგებთ იმ წუთშივე აღმოჩნდება რომ მთელი ეს მოსამართლეთა 298-ვე კოჰორტა იქნება მზად უმრავლესობა რომ ეხლა თქვენთან გადმობარგდეს და თქვენ ეს არ მოგეწონებათ როგორც ეხლა იძახით და როგორც მაშინ მოხდა 2003 წელს უცებ მთელი მოსამართლეები გაუშვეს სახლში ეხლა იძახით რომ ეს რაღაცა თქმა შეიცვალოს შეიძლება გიპასუხოთ ანუ ნახეთ ბიძინა ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე დიდი შეცდომა რომელიც დაუშვა მდგომარეობდა შემდეგში და მდგომარეობს დღემდე და ეს დამღა მას აქვს სასამართლო ხელისუფლებას ვერაფერი ვერ მოუხერხა და არც მოუხერხა და აქვს ეხა თუ შეიძლება დავასრულო 2003 წელს როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა
საზოგადოებაში გახსოვთ დაკმეთა იყო სატელევიზიო დაკავებების მომსწრე დააშუქრავდა დავასრულებ თუ შეიძლება ხა არ გამო მე მესმის თქვენ არ სიამოვნებთ გახარიესავით ვერ ვისაუბრებ რაღაცა ხელისუფლებაში რომ მოხვალთ რას არ არის ეს სწორი ტაქტიკა ამ ეთერში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ის რაც ვერ გაკეთდა იმაზე ვსაუბრობ და როგორ უნდა გავაკეთოთ ამაზე ზემოთ ვისაუბროთ და კიდე შევეხები საზოგადოებაში დაკვეთა იყო რომ ეს კორუმპირებული ადამიანები დაიჭირეთო და დააშუკრავდა ხალხი არ გახსოვს სატელევიზიო დაკავებები საიდან აზრად თავში საიდან გაუშვა წინა ხელისუფლებას იმიტომ რომ ხალხს ეს მოწონდა როდესაც მაღალჩინოსანს მინისტრს დააკავებდნენ და 2 დღეში რომ სახლიდან მოიტანდა 10 მილიონს 50 მილიონს თუ როდესაც იქნებოდა განაჩენი დადგებოდა მოწონდა აქედან გაჩნდა მე უკვე კორუფცია აღმოიფხრა მეტნაკლებად წესრიგი დამყარდა კრიმინალი აღმოიფხრა საზოგადოება გაიზარდა და ეხლა უთხრა წინა ხელისუფლებას რომ ეს ყველაფერი კარგი მადლობა თქვენ ყველაფერი ამისთვის მაგრამ მოდი ეხლა სასამართლოს მიმიხედე და მეტნაკლებად დამოუკიდებელი სახე მაინც მიეცი ამ სახელმწიფო შტოს ვერაფერი ვერღარ გააკეთა შეზრდილი იყო წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელ ხელისუფლებას ზუსტად ისევე როგორც დღეს არის ზუსტად ისევე და განსხვავება არის უზარმაზარი იმიტომ რომ უამრავი წარმატებული რეფორმა და პროექტები ხორციელდებოდა და ბევრი რამ ჩვენს მოგწონდა ამ მიმართულებით იყო ჩავარდა. ეხლა ჩავარდა არის ყველა მიმართულებით. ჩვენი ამოცანა რა არის ხო იცით ნიკა ეხლა ამაზე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ჩამოგითვალოთ რამდენია? ეხლა არ სასამართლო არ ხო და რას გეკითხებით იცით? სამოქალაქო წესი როდესაც ეხლა არის ეს ამ ტიპის დაკვეთა საზოგადოებაში რომ ეს ხალხი ყველა გაუშვან? ხო ყველა მე არ მithქვი უნდა გაუშვათ მაგრამ ნახეთ მე მასე ნიკა რაღაცა ეთქვი ხო და არ უნდა იყოს და ამას გეკითხებით კაცო ერთი ყველა რატო აი ნახეთ მურუსიძე ჩინჩალაძე ვიღაცები არიან ეს არის ხალხი რომელსაც მედია რაღაცნაირად აქცევს მეტ ყურადღებას და უფრო ცნობილები გახდნენ მაგრამ აი უცბად ამოვარდა ნემსიწვერიძე ხო თუ გავითვალისწინებთ რომ 80%-ზე მეტი დღეს ამ სასამართლო სისტემაში მუშაობს ის ხალხი რომელიც მუშაობდა ძველად და ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ოღონდ ობიექტურ სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ რომ კანონებიც ისეთი იყო რომ ეს ხალხი ასეთ არ არის მურუსიძის ხაზი კარგი იყო კანონი ერთი წუთი და კანონიერთა გადაწყვეტილებებს მივიღებდი კანონმდებლობა ესეთი იყო კარგი პირდაპირ მართლობით იქნა შეერთებული აღმოსავლეთ ხელისუფლება რას ველაპარაკები რა თქმა უნდა და მაგას გეკითხებით მაშინ მითხარი გამოვა და ვისკაპიდან შობილი ადამიანი საუბრობს რომ ეს კანონიერი იყო გასწორება რა მე იყო კანონიც არა რა კანონი მურუსიძე ჩვეულებრივად იყო პროკურორი ხახნო და ამ ადამიანის კეხად დღეს თქვენ ამ ადამიანის მოწინააღმდეგე აი რაზე უნდა ველაპარაკოთ იმაზე რაც გასწორებს ამბობთ ეხლა როგორ გულს მურუსიძეს რაც შეიძლება სწრაფად ვინ არის მურუსიძის მხარე ის რაც დემოკრატიულ იურისდიქციაში არის მისაღები იქნება შესამუშავებელი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაემშვიდობოს ქართული მართლმსაჯულება იმიტომ ეს არის ჯალათი ჩვეულებრივი კი გეთანხმებით და ამასობაში მურუსიძეები არიან ყველანი თუ ამას ვკითხულობდა როგორ შეიძლება იქიდან ამოარჩიო მურუსიძე ერთი ჩინჩალაძე და განჩენი 80% დატოვო. ანუ ყველა შემთხვევაში ეს გზა. ეხლა რა საუბრობს მურუსიძე, იცით რა? უვადოთ რომ ამწესებ ეს არის წესით არ იგივე მართლა ესე უნდა იყოს, ანუ დამატებითი გარანტია მოსამართლეში რომ დამოუკიდებელი იყოს. და პირიქით არის, ჯერ რაღაცა საქმეებს მიუგდებენ, გასწრიან საოცრებს გააკეთებიებენ და მე უვადოთ გააკეთებენ. მე ვერ მივიღე, აი რამდენს გაუშვებთ თქვენი აზრით, თუ არ მოგიწევთ კარგით ისე დაგისვამ შეკითხვას, თქვენ არ გეწყინოთ. აი ამ 90%-დან მოსამართლეების თქვენი აზრით რამდენის გაშვება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არასამთავრობო სექტორთან ერთად და ცალკეულებმა არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ თავის თავზე არ უნდა იყოს. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც აუცილებლად გატარდეს. ამის გარეშე ფუჭია ყველაფერი, დამიჯერეთ რა ხალხო რა. 2 დღეში გახდება მურუსიძე კვლავ ახალი ხელისუფლების მონა ბოდიში და ორდაში და როგორ შეიძლება შესაბამისი არა ხო გიპასუხეთ თავადაცემ რა გითხრათ შეთანხმდებით რაღაცაზე რაღაც მოდელზე ანუ სხვა პოლიტიკურ აუცილებლად და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უცხოელ ექსპერტებთან ერთად დიახაც ეს არის უმნიშვნელოვანესი მნიშვნელოვანი საკითხი რომლის გარშემო
კონსენსუსის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რა. მე ორ გზას ვხედავ თქვა ამის თქმა მინდა. ერთი არის ის გზა, რომელსაც ამბობს ოცნება და ამბობს, რომ რა განზრახვებიც არ უნდა ჰქონდეს მას. ის იძახის, რომ ჩვენ სისტემას მოსამართლეებს არ მოვკიდეთ ხელი, იმიტომ რომ არ გავიმეორეთ ის, რაც გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ. თქვენ მეორე გზა არის, რომ შეიცვალოს ეს ხალხი, ხო? მესამე არის თქო, თქვენი აზრით როგორც ჩანს არის და რომელსაც შეთანხმებით всё, რაღაცა ეტაპზე 10 წელი იქნება თუ 15. დავამატებ. ხო და 15 წელი ეს ხალხი უნდა იყოს ნაციონალური. ველა, არა, მაგრამ დღეს მურუსიძე და ჩინჩალაძე. ანუ ეს კონკრეტული ტიპები აღარ უნდა მურუსიძე და ჩინჩალაძე მართავს ივანიშვილის ასე თქვა ზურგი. თორ დანჩენებს არ ნიკა, არის. ზურგი და რამდენიმე ოდიოზური პიროვნება, რომელსაც ჩამოაშორებს სისტემას. რასაც ახლა იძახით ამითი ხო, როცა იძახით რომ ორ დღეში ეს ხალხი გახდება ახალი ხელისუფლების მსახური. არ დაჭირდება ორი დღე, რაც არის ნახევარი აბსოლუტურად. ნახეთ, ამითი ძირს აცლით იმ არგუმენტს, როცა ბრალდება ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ მოსამართლეების სახით ის იმზადებს რაღაც დამატებით გარანტიას და პლაცდარმს რა, იმიტომ რომ შემდეგ ეს ხალხი მას არ გაასამართლებს, როცა მას მიადგებიან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ კი ეს მოსამართლეები ორ დღეში, ნახევარ დღეში გადაბარგდებიან ახალი ხელისუფლების სამსახურში, მაშინ ეს სულაც არ გამოდის ბიძინა ივანიშვილის ნარატივი და გამოდის რომ მისი არგუმენტი, ანუ ეს ხო ბიძინა ივანიშვილის ნარატივია ამგვარი, რომ წინა ხელისუფლებამ მთლიანად გაუშვა ეს корпуსი და ეხლა ჩვენ მივიღეთ მონასასამართლო, ჩვენ კიდე არსებული ის უბრალოდ გავათავისუფლეთ, მივეცით გარანტიები. თქვენ ძახით რომ ესე არ არის და ეს ხალხი არის მისი პერსონალური მსახური, მაგრამ აქვე ამბობთ, რომ ამაში გარანტია არ დევს, იმიტომ რომ როგორც შეიძლება ბიძინა ივანიშვილმაც იცით, თქვენ რა გონიათ? ბიძინა ივანიშვილი განიხილავს სამივე სახელმწიფოს და ზოგადად ერთ მთლიანს. და ზუსტად იცის, როდესაც აღამასრულებელ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება, დიახაც მურუსიძესთან ზავს ვეღარ განახორციელებს. და კარგი და თუ კი ესე ეს იდეა შესაძლებელია, მას ჰქონდა და უშვებდა, იცით რა, მე თუ ხელისუფლებას დავთუნდა წავაგებ დემოკრატიული ზით რომ მოხდეს საოცრად, აი ამ შტოში მოდის, ამ სასამართლოში გავძლიერდება. ვერ დაიცავს ეს. ბატონი ივანიშვილი არის უკიდურესად შეშინებული. არა, ბატონი ივანიშვილი არის საინტერესო ძაფია, ადამიანი, რომელიც ცაფცახებს შიში პირდაპირ გეუბნებით. კარგი, ერთი წუთი. ნახეთ, თუ კი ამას ვერ დაიცავს შემდეგ თუ კი ხელისუფლება დაკარგა და დღე გამოდის რომ იგი აწმყოში ჭირდება მას, რომ რასაც უნდა დაურეკავს, რასაც უნდა გააკეთოს, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობს ვერსიაზე ვსაუბრობ. თქვათ, მაგრამ თუ კი ეს აწმყოში ჭირდება, აი ესეთი ტოქსიკური მურუსიძე რო არ ყავდეს, მის ნაცვლად თუ კი სასამართლოს მთლიანად აკონტროლებს როგორც იძახით, მის ნაცვლად დანიშნავდა ვიღაცას უფრო სუფთა ბიოგრაფიას და იმას გააკონტროლებს. მაგის შნოდა უნარი და მაგის ნება რო ქონოდა ბიძინა ივანიშვილს ფერაგონიათ ეს 260,000-დან ოპოზიციის ხმები რო გაიზარდა 800,000-მდე რამ განაპირობა? რამ განაპირობა? პოპულარულ რაღაცას აკეთებს თავის მის არგუმენტს გეუბნებით. არც მარტო. და ასეა უკეთესი ის ასე ფიქრობს. მას არ შეუძლია უბრალოდ. კარგი, ნიკა. დემოკრატიული წესწყობილება, საფუძვლები, სახელმწიფოებრივი მიზა მიმართულად ირღვევა ფაქტებს, რომ გარანტია მოსამართლეებში თუ კი როგორც თქვენ წააგეთ 2012-ში, თუ ქართული ოცნებაც ესე დამარცხა 2020 წელში, ვერც მურუსიძე უშველი სამას და ვერაფერს. ეს ლოგიკა, რა თქმა უნდა. მაგრამ მუდმივად ამ მოჯადოებულ წრეზე ხო არ ვიქნებით, თუნდაც გავარღვიოთ, თურა. ივანიშვილთან დაკავშირებით კი. მე მეწუნე სხვა საქმე შეგვიძლია დავკავდეთ. მეც და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ნაციონალურ მოძრაობაში. სხვა საქმე შეგვიძლია ნახოთ ამ ქვეყანაში. წავიდეთ, არ ვიცი, 1000 სხვა პროფესია არსებობს. ხო დავუშვით, მაგრამ ამ ქვეყანაში რაც არ უნდა აკეთო, გინდა არ გინდა ხო მიდიხარ სასამართლომდე და ისეთი ვითარება იქნება საითაც გავიქეცი იქით წავიქეციო ეს ვითარება გექნება გახდება ყველგან ასეთი კითხვა გვაქვს რადგან ივანიშვილზე ვაპარაკობდით აი მიხეილ სააკაშვილმა თქვა ამ თავის ბოლო ინტერვიუში რომ ივანიშვილმა მოისყიდა 9 მილიონი ადამიანი და ასევე ხაზი გაუსვა იმას რომ ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი ხალხის არის იქ ემიგრანტებში ანუ ეხლა ვიდრე მასზე დაგისვამთ კონკრეტულ კითხვას თქვენი აზრით ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობს მართლა ყველა მოსყიდული ვინც არ აწევს ნაციონალ კი ზუსტად ასე თქვა მე ციტატა ამ ივანიშვილმა მოისყიდა 9 მილიონი ადამიანი 500,000-ზე ლაპარაკი და რომ ყველაზე ასე ვთქვათ
ინტელექტუალური ნაწილი ხალხის არის ემიგრანტებში. ეხლა და ამ ფონზე ის ლაპარაკობს, რომ აი ამ ხალხს უნდა მისცეს ელექტრონული სისტემით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ეს არ არის წინააღმდეგობრივი. კი, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში FSB მუშაობდა შესანიშნავად და საერთოდ ეს საპროტესტო აქციები თურმე ამის გამო ყოფილა და პლუს ვამბობთ, რომ ეს ხალხი ძალიან იოლად შეიძლება მათი მოსყიდვა, ამათ როგორ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღონ მაშინ თან ელექტრონულად. კი ბატონო. არ არის წინააღმდეგობა. საინდავიდო. საიდანაც გინდა. არა, მაინც საინდავიდო მითხარით. ის ამომრჩეველი, რომელზეც ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი, როგორ მიიღებს მტკიცეთ მჯერა, რომ მოსყიდვა იყო ტოტალური. დაშინებაც იყო ტოტალური. არა, ხაბათო ემპირიულად შემიძლია მაგალითები მოგიყვანოთ. ვიცი. დაშინებით ახაზიებდნენ სალომე ზურავ და კადრებიც ვიხილეთ, ხო? ბიულეტენს სანამ ჩააგდებდნენ საარჩევნო ყუთში აჩვენებდნენ და ვეთანხმებით ამას, რომ მოისყიდეს და შეაშინეს. რა თქმა უნდა. ხო და ეს შეშინებულ ხალხს შეიძლება გადაწყვეტილება თბილისში ნაკლებად შეაშინეს, შეიძლება დიდ ქალაქებში ნაკლებად შეაშინეს და სადღაც უფრო მეტად. ია კერძაიას რა გაუკეთეს ეს? მოკლეს ადამიანი, ხა რაც არ უნდა ვინმე მითხოს, მოკლეს და ვინო ეს თქვენ პირველ ეხა ჩემი ინტერპრეტაცია, ესა, კარგით რა, ეხა მაგრამ ჩემი ინტერპრეტაცია რა არის? ვიღაცამ ხო უნდა ის ხალხია კი ბატონო, შემოაგდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდე სიცოცხლეშივე და შანტაჟიდან მუხარამდე რამაზილია შანტაჟიდან შანტაჟზე გიქეთ, შანტაჟზე გეფსაუბრებით და გადავედი მუხარაზე. ია კერძაია, დიახაც მოკლეს. ადამიანი, რომელსაც აიძულებდნენ, ხარი დაეჭერა ზუგდიდში ქართული ოცნებისთვის და ადამიანია, კერძაია, ჯერ კიდევ სიცოცხლეში ეუბნებოდა, რომ არ ვერები საერთოდ არჩევნებში არც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს ხალხს და არც ქართულ ოცნებას. ეს ყველაფერი მან ისაუბრა, ფაქტები აქვს მის შვილს ბაჩანას, ხო? და არაფერი არ ხდება და მე და ვინმეს მარტო ნამდვილად ამჯერა, რომ რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა გახარიას ზურგის გარეშე მიიყვანა თვითმკვლელობამდე ქალბატონი კერძაია. აბა, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლო ადამიანს ვიღაცის ჯანმრთელობამ გაუძლო, ვიღაცის არ გაუძლო. არა, ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხია. კი, ის მუხარა იყო სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანი და თქვენ მესაუბრებთ შანტაჟზე. ხო და ნუ აი აზრი აქვს მაშინ ადაშანტაჟეს. ნუ ესენი ვერ მოუგებია. არ მოისყიდეს, მოგიგებთ ქალბატონო თეონა, მოგიგებთ. ძალიან გერევად. ნიკარ გინდათ ეს იაფასი. ისე ცუდად გამოიყურებით, აი ესეთი რაც იაფასიანი ქალბატონო მაჩალიკაშვილის საკითხს როდესაც ვეხები, თქვენთვის ეს გემილის მონგოლია, როდესაც სარალიძეზე საუბრობთ, თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია იაკეძაიას აი ეს ეხლა ტყუით ეთერში და ეხლა თქვენ გინდათ რომ ვიღაცამ დაგიჭეროთ რომ რაღაცას მართავს გადაწყვეტოთ ან ევას მოსახლეობა გადაწყვეტს არა მე ნუ მომართავთ მე ვარ წამყვანი გადაცემის და არა თქვენი ოპონენტი მოქმედ მინისტრს ფარცხალებს სარდაფში არ მოგწონთ აი იმალ იწყება ეს შეურაცხყოფა რომ თეონა თქვენ მოგიგეთ რას მომიგეთ რომელ ოლქში უნდა მივიღოთ მე და თქვენ მონაწილეობა კარგით ნიკა მოისყიდეს არ იყო მოსყიდვა ის რაც ბიზნესმენი შუა ან ეხა რასაც აკეთებს რო დარბის ეზო და კარდაკარ სამეგრელოში რასაკეთებ დასაცინად რო გაიტანა ბიზნესმენებთან დაკავშირებით გვაინტერესებს ბიზნესმენები გათავისუფლდნენ რაც უნდა მეკითხა ფაქტობრივად სხვაგან წავედი ბიზნესმენები გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან მაგრამ ქონების ანაზღაურება მოუწევთო ეს თქვა მიხეილ სააკაშვილმა და პირველ რიგში ივანიშვილსო იმავდროულად თქვენს ლიდერს მიაჩნია რომ მისი ქვეყანა აი ახლა თქვა ამ ინტერვიუს ზარდულებები ის ხომ თქვენია სულ თანამოაზრეა სულ ცოტა ლიდერი პარტიის. მას მიაჩნია რომ ივანიშვილის ამ ქვეყანა იგაგეთ არა ვერ მიხვდით და მოგცემთ პასუხის საშუალებას კაცო. რომ ის არის ქვეყნის საფრთხე და იქ იყო ასეთი შეკითხვა რომ ეს როგორ გააჩერეო ქვეყანაში საერთოდო და აი ეს შევწდიო რომ ქეჩოშხელი არ მოვკიდეო და არ გავაკეთო. ეხლა რა მაინტერესებს თქვენ რომ მოხვალთ ხელისუფლებაში სააკაშვილმა. არა ეს ასე არ უთქვა ძალიან კაფიოთო მახსოვს მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით თქვა მე ვაშენებდი დემოკრატიულ სახელმწიფოს სადაც ბევრი შეცდომას დაუშვიო და ბევრი კარგი რამ გავაკეთებდა და ქეჩოში ხელის მოკიდება ვერ დავაპირებდი რომ მოხვალ რატომ მომაკვდინეთ ეხა პედაგოგიაში ხა შემომხედეთ გამიგიმეთ და მომაკვდინეთ არა მე ეხა კითხვას გისვამთ ბატონო თუ დამაცით ქეჩოში რო არ მოვკიდე ხელი და არ გავაგდეო ეს იყო შეცდომაო ეხა რა მაინტერესებს ქეჩოში
მოკიდებთ და გააგდებთ ხელისუფლებაში რომ მოხვალთ თუ მხოლოდ ქონების არა ქონებას წართმევთ. ჩემი არაფერს არ წავართებ გავუტონთე ყველი დაიჟება სხვადასხვა აზრი ხილებული დანაშაულში ბაცაჯულების წინაშე დამოუკიდებელი და პირუთვნელი და ყველაფერი გავაკეთო ასეთი იყოს აუცილებლად პასუხი უნდა აქვს ვინმე თანამდებობის პირის მიმართ კი არა ბაცაჯულების წინაშე ეს არის უდაო და ჩემი პირადი სურვილია და ძალიან ბევრს მათ შორის სააკაშვილის და არაერთხელ ამბობს იმიტომ რომ სჭირდება დემოკრატიულ ტრადიციას სჭირდება რომ პოლიტიკური არ შეწყვიტოს ქართულმა ოცნებამ არსებობა ოპოზიციაში აუცილებლად უნდა განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა ქართულმა ოცნებამ თუ ეს ამას შეძლებენ მე ვერ გეტყვით რამდენად ამას შეძლებენ ვინაიდან უბრალოდ ვერ ხედავ ამ განმსაკუთრებულ რესურსს იმიტომ რომ პოლიტიკოსებიც კი არ არიან უბრალოდ ეხლა პარლამენტში ეკაბესელიამ რაც დატოვა ქართული ოცნება ეხლა ვერ შეიძლება გაუკვირდეს ეკაბესელი იმათთან შედარებით ვინც ქართულ ოცნებაში დარჩა პოლიტიკის პრივატულად გამოიყურება რეალურად ტექნიკურ პერსონალად იქცნენ ადამიანები საქაღალდე იღლიაში ამოჩილი შედიან გამოდიან და არ ვიცი ხა უკვე კომედიად იქცა რას აკეთებენ ორშაბათს დამავიწყება და ორშაბათს ჯერ არ ყოფილა პარლამენტარიზმის ისტორიაში როდესაც რიგარეშეს ხდომა ჩაინიშნა თქვენ იცით რომ პრეზიდენტს უნდა ეცნობს 24 საათით ადრე და ის ნიშნავს 24 საათით ადრე და აცნობის და ჩაინისა რა კენჭისყრისთვის აი რომ გაიპაროთ რაღაცა გამოპროექტი მე ტერაფეს საქმე არ არის არ ყოფილა პირველი ის ვინც არის ხილებული გაგეთ პასუხი დანაშაულში ჩემის აზრით იცი აზრით მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს და იქ რეალურ დამოუკიდებელ სასამართლო უნდა გადაწყვიტოს არის იგი დამნაშავე თუ არ არის დამნაშავე ჩვენ გვაქვს სახეს ეხა მაპატიეთ მაგალითად რო დახვდება სასამართლოში ამ ადამიანებს ის როგორ მიიღოს მე პოლიტიკოსი მე გეუბნები პოლიტიკურად მიმაჩნია რომ ბატონი გიორგაძე არის დამნაშავე უკვე ეხლა გიორგაძე ეს კულტურის მინისტრი რომელიც ეხლა მოადგილეა რომელმაც ხელი მოუწერა ყველა დოკუმენტს ერთ რა ქვია 6 თუ 7 დოკუმენტს და მის საფუძველზე აფეთქეს საყდრისი და სხვათა შორის უნდა ითქვას რაც ვერ გააკეთებიეს ყოფილ კულტურის მინისტრს ბატონ გურამ მუდიშარიას და ამ ადამიანს ეყო შინაგანი ძალა და დატოვა თანამდებობა და წავიდა სახლში და ბევრად უფრო წელგამართული დადის დღეს თბილისის ქუჩებში და საქართველოში ვიდრე ბატონი გიორგაძე. ჩემი შესაძლოა მე რო ვკითხოთ ეხა აუცილებლად მარტო საყდრისთან დაკავშირებით ბიზნეს იონიჩს მოუწეს პასუხის გაცემა როგორც საგამოძიებო ორგანოთა მიმართებაში ასევე სასამართლო სისტემაში. არ მოუწეს. ანუ ეს ევროპელები ამბობენ რომ გამორიცხულია აღსწორება ყველანაირი ფორმის. ევროპული საქართველო რას ამბობს ევროპული არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ამ ქვეყანაში. ამას ამბობს. აბა მასახა ვანუმერაბიშვილის წინააღმდეგ რო საქმე აღიძრა ამას აბენებთ ექვეშ ამ საკითხს ძალიან ბევრი პრობლემა დაუგროვდა ქართულ ოცნებას იგი ვანუმერაბიშვილს და მეურვე დამოყანა ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ასევე ჩაითვლება შემდეგ ივანიშვილის ისევე წარმატებით სასამართლო სისტემას და აუცილებლად უნდა ეშველოს და ეხლა ქართულ ოცნებას ამის შესაძლებლობა მაგრამ ამას არ აკეთებს ციხიდან როგორც გამოიყო ისე დააბრუნეს ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა ადამიანს ნორმალური არ იყო ყველა ადამიანს თქვენ ეძახით პოლიტპარტიას ყველას არ ვეძახი მაგრამ ძალიან ბევრს გეტყვით აი ხა დათო კიკიტაძე ვახსენე ხო გეტყვით ეხლა დათო კიკიტაძე არის პოლიტიკურად არა ვინ არ არის მოტივირებული გადაწყვეტილების ერთი წუთი და რა მოხდა ზუსტად იგივე საქმეზე მეორე პირი ზუსტად იგივე მუხლით ბრალი წაუყენეს იგივე ქვეპუნქტითაც და ის გაუშვეს რაც კარგია მაგრამ კიკიტაძე რატომ დაიტოვეს რეალურად რა მოხდა არა ხა კიკიტაძე არის ძალიან კმედითი და ინსტრუმენტულად მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენს პარტიაში და თქვენ გონიათ რომ პოლიტიკა მარტო ეთერებში კეთდება პარტიული პოლიტიკა მე თუ არა ძალიან ბევრი საქმეა ერთი ადამიანი ვინც ზის ორგანიზაციული სტრუქტურების აწყობა და ასე შემდეგ ეს არასწორი არასწორად ფორმირებული როგორც თავად ამბობთ რომ რაღაც შეცდომები იყოს უცოტა ჩვენ დროშა და ვინ არზის იმას გეტყვით დინებაოთ არა ვინ ზის ის გვაინტერესებს დამსახურება შესაძლებელია ზი დამსახურებულად მე არ კარგი პასუხი იმიტომ რომ არა პოლიტიკურად კორექტული შეკითხვა არის რა პასუხი არის წარმოუდგენელი რომ მე ხა თქვენ გაგცეთ
წარმოუდგენელია. მე გეკითხები, ვინ ზის და აქედან შეგიძლია თქვენ დასკვნა გააკეთოთ თქვენ იცით ყველა კრიზისის ზეპირად ეხა რომ მივყვეთ ეხა კიდე 1 საათნახევარი რომ მივყვეთ 2012 წლიდან მოყოლებული არა ყველა გახმოურებული საქმე იცით ზეპირად და შეგადრებათ ეხა ყველა არ ვიცი მაგრამ ბევრი ვიცი და წამოვედით რომ არჩევნების გაყალბება ის ეს ნახეთ თქვენ ეხლა პირდაპირ გეტყვით არა მაგრამ ეხლა თქვენ რო გკითხოთ ალბათ ეხლა აქ რო შემოვიდეს ბაჩუახალაი შეიძლება ჭიქა ესვოთ ხო? არა სიტყვაზე ვამბობ ესეთი განტოლებისგან მაგრამ ადამიანს იცით რამდენი საქმე დამოკლის მახვილით დაკიდეს და ამ საქმე აი ამ სასამართლოს პირობებშიც ვერაფერს გახდა ქართული ოცნება და ძალიან ბევრი სტრასბურგში არის თუ ისეთივე სასამართლო როგორც სტრასბურგში არის გასაჩივრებული გავა უახლოესი პერიოდი და დარწმუნებული ვარ იქ იპოვი ძალიან ბევრი უკანონო პატიმარი თავის სიმართლეს და მისი შვილებისა და შვილიშვილების წინაშე ინათლები იქნებიან. ამ ადამიანის მე ძალიან კარგად ვიცით, ყველაზე მეტად ეს ადარდებთ, რომ ხვალდაზე მის შვილებს და შვილიშვილებს არავინ არაფერი არ წამოაძახოს. დიახ, უკანონო პატიმრობაში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება, ჩემოგურავ და ვინ არ იმყოფება, იმაზე გეტყვით. ფარცხალაძე რომ დათარეშობს, ეხა თავისი თავისი ბანდით და უამრავი მაღალჩინოსანი ერთ-ერთი ვახსენო. აი რა ბანდით, ფარცხალაძე რა ბანდით და რა ინფორმირებული ხარ? რა იცით რომ დათარეშობს ბანდით? ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ თბილისში მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს და ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის ქვეყანას არის მიუხედავად ამისა პატარა ქალაქია. კი და ვიცი ზუსტად ვიცი, კი ბანდარი შეიარაღებული 4-5 პირი რო დაყვება ბანდა და როდესაც მის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი თანამდებობის პირის ბატონიკა ძალიან ცუდია ფარცხალაძესთან დაკავშირებით ლეგიტიმური აუდიტის სამსახურის უფროსი მხედველობაში ბანდა როდესაც სარდაფში ადრები არსებობს ნიკა რუსეთთან დაკავშირებით და ვერ მოვასწრებ საათნახევარია ეთერში ერთი წუთი დავამთავროთ ეს თემა მე და სარდაფში არაფერი ჩვენ არ გვინახავს დიდი ხნის ანონსის შემდეგ რაღაც გაუგებარი ჩანაწერი მაგრამ ცემავ ნახეთ ჩვენ აუდიტის სამსახურის უფროსის კადრს ბანდა სულ პასუხი ხელს ბანდა სად იყო აი ბანდა სად იყო ბანდა იყო თქვენ რო თქვით რომ მეც აქციებს დავდიოდიო და ის ადამიანი რო საფლავში წევს და რო გადაყვაც არა ერთი წუთი გასაგებია ეს იყო უდიდესი შეცდომა ადამიანმა კალენდარზე არის 2019 წელიწადი ამიტომ გეკითხები 2019 წელიწადი და ამ საქმეზე სრულიად წარმოუდგენელი რამ გააკეთა მე ხელისუფლება როდესაც პრეზიდენტი გაასამართლა შეწყალების აქტის გამოცემისთვის არა მაპატიეთ არ არის ეს სათქმელი? მოგწონთ თქვენ სააკაშვილი არ მოგწონთ რა უფლებით ასამართლებ კონსტიტუციურად გარანტირებული ანუ უფლებამოსილების განხორციელების გამო პრეზიდენტს რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება განახორციელა შეწყალების აქტი დავასრულებ გურამ ყოველთვის ყველგან ნებისმიერი პრეზიდენტი იწყალებს იწყალებს დამნაშავეს აბა შეწყალება ვიცით ნიკა ეს არგუმენტი ვიცით რუსეთთან დაკავშირებით ადგა ქართული ოცნება და დისკრეციული უფლება იმიტომ რომ ესე მომუნდა ბიზნესმენი მის დისკრეციული უფლება თქვენ რასაც იძახით თქვენ რასაც იძახით აი ეს პრობლემაა გურამ მე რატო მე არ ჩათვალოთ რომ პატივს არ გცემ თქვენ მაგრამ იმ ნაწილში ვერანაირად ვერ გცემთ ბიულთ რომ პატივს როდესაც აი აქ ვიდებს სკრიპტი 2019 წელს ფაქტები და თქვენ მიდიხართ 2001 წელს თქვენ რა გინდა ეს ეთერი როგორი იყოს რომელი წელი არა მარტო ეს ეთერი ყველა ეთერი რომელსაც ეთერი იყოს ეს ეთერი ჩვენ ეხა ერთ მასში არა არ მიდე არა 2000 რომელ წელს ხო ეს ტრაგედია რომელ წელს ხოთა 6 თქვენ 2006 წელს ჯერ თავდავალე კი არა ვარ 2020-ში მივდივარ როცა ვიძახი რომ თქვენ როცა იცით ყველა ზეპირად ვინ არის პოლიტპატიმარი და 2020 წელს გვპირდებით რომ ეს ხალხი ეხა ეს кейსები რაც არის პრობლემური დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს და გამოვიძებთ და ასე შემდეგ საერთაშორისო სასამართლოში არის ბევრი საქმე წასული ეს ხალხი და პოლიტიკურად მოტივირებული ეგ არ იქნება და აქ ვერ იხსენებთ ერთი ადამიანს კი ვერ იძახით რომ აი თქვენ გონიათ რომ კარგად გამოიყურება ადამიანი რომელიც პოლიტიკოსი თქვენ ეთერში ამბობს აი ეს ადამიანი სამართლიანად ზის ეხა ზის ბევრი ზის სამართლიანად თქვა გიგაბოკერეო რა დაუჭირე იმიტომ რომ არა პოლიტიკური ვიოთოთული და ადამიანური მაგრამ ჩვენ თავარი ნაკლეთ თავარი რა არის უფრო სწორი პოლიტიკურად
რა ყველა ჩვენი ამოცანა წესრიგი და ქართული ოცნებისაც უნდა იყოს კითხვის ნიშნები არ დარჩეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ეს არის ჩვენი თავი ამოცანა. ნიკა, რუსეთთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა, ისევ სააკაშვილს კითხეს, რომ აი რუსეთთან როგორი ურთიერთობა გექნებათ, რომ მოხვალთ ხელისუფლებაში, ხო? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა და მან ასეთი პასუხი გასცა, რომ რუსეთთან ომი ვერ განახლდება. იმ ფორმაში აღარ არისო რუსეთიო ასეთი რა დამასრულებინო. არა, მიხეილ სააკაშვილის ამ ეთერში ყოფნა მე როგორც ვთქვა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მაგრამ თქვენ არ ხართ მიხეილ სააკაშვილის თანამედროვე. არა, გასაგებია, მაგრამ ციტირება, იმიტომ მომყავს რომ თქვენ ხართ თანამოაზრეები და ძალიან სწორია ეს, მე ვფიქრობ თქვენ რაზეც არ ეთანხმებით, აქ ამბობთ, მაგრამ როდესაც პარტიის გამორჩეული ლიდერი რაღაცას ამბობს, ამიტომ გისვამთ ამ შეკითხვას, ხო? მან თქვა რომ რუსეთთან ომი ვერ განახლდება, იმიტომ რომ ის ფორმაში აღარ არისო. ჯერ ერთი უკრაინის შემდეგ როგორ აღარ არის ფორმაში, ეს მე მგონი და ეს თავისთავად რაც უცნაური შეფასება, მაგრამ აი როგორ აპირებთ თქვენ, აი როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან ურთიერთობა, აი მოხვედით ხელისუფლებაში, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩემი აზრით. და აი რა პერსპექტივა აქვს საქართველოს აი ასეთ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობას. პირველ რიგში ძალიან მარტივად რო გაგცეთ პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა არის მრავლის მომცველი და პასუხის შესაბამისი უნდა იყოს. როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება? აი ქართული ოცნება. საერთაშორისო დღისას იქნებიან აბსოლუტურად გაქრა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ხსენებაც კი. აი პირველ რიგში აი ესე არ უნდა მოიქცეს ახალი ხელისუფლება. რუსეთთან როგორ მოიქცეთ? უნდა იყოს ერთის მხრივ უკომპრომისო და მეორეს მხრივ საერთაშორისო პარტნიორების ბოლომდე და მაქსიმალური ჩართვა უნდა განახორციელოს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხში. ხო, არა ისე როგორც ახლა იქცევია. ესე იქცევია, ძალიან აქტიურად მუშაობდა ამ ხრივ ნაციონალური მოძრაობა თავის დროზე საერთაშორისო პარტნიორებთან და რა. და დღეს თქვენს ნაცვლად ქალბატონი იულია ვინმე და ბატონი გურამის ნაცვლად ბატონი ვოვა როარზის დიახაც იმ ხელისუფლების დამსახურებაც არის. ვისი? წინა ხელისუფლების დიახაც მიუხედავად თქვენ რატო ვერ აიცილა ომიო ხო მეკითხებით ხო ეს რა პასუხი გაგცეთ ამაზე რომ მოხვალთ აი რა შეგვეც და გავაკეთეთ და საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის მმართველები ამ პრობლემების წინაშე დამდგარა ნიკა ძალიან ტკივნეული პრობლემაა და თქვენ რო ხელისუფლებაში ეს იქნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები პრობლემა ამას გეკითხებით რომ როგორ მოიქცევით ანუ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულად გააძლიერებთ ამ ფრონტს ხო ალბათ არ აღიარებს მაგრამ საზღვართან რომ აი ესე თავხედურად წევენ ამს ეხლა არ თქვათ რომ ეს ოცნების ის არის ასე ვთქვათ პოლიტიკის შედეგი აი რომ გადმოწევს აი მე რას ისამ ქართული ოცნებისგან ხო არასოდეს არ მცოცავი ოკუპაციო ბევრჯერ წარმოაცხადეთ ჩვენი პრობლემა მადამია როდესაც ამ საკითხს საუბრობთ არის და ხმას რატომ არ იღებთ და კარასინს რატო ჩამოიბღაუჭებთ მთელი ამ წლების განმავლობაში რომელიც არის აბსოლუტურად აი მოხვედით თქვენ გადმოწიეს ეს მავთულ ხვართები და რასაკეთებთ? როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობას ორგანიზაციას უხერხებ საათებში რაც გაუკეთებია მიხეილ სააკაშვილს არ გაუკეთებია პრეზიდენტები დაუყენებია რუსთაველის გამო კი არა თქვენ გონიათ შემოვარდნე კი არა მიზანი რა იყო რომ დღეს საქართველოს დროშას აქ არ ეფრიალა საერთოდ და არ დამოუკიდებლობა ეს იყო მიზანი რომ მაგას კი პასუხობთ რა ერთი წუთი მე არ მაინტერესებს შეფასება რა გონია თქვენ რა გონიათ რომ მართლა ის ომი ეხა სალომე ზურაბიშვილი რომელიც უცხო კარგით როგორ ეხა თქვენ პრეზიდენტზე საუბრობთ და მეუბნებით ის ადამიანი საუბრობდა ქვეყნის პრეზიდენტზე ვაპარაკობთ თქვენი პრეზიდენტიც არ ეხა თუ არ აღიარებთ ეს სხვა თემა არა ადამიანი ჩემთვის ქალბატონი არის აბსოლუტურად ვიცით ეს ამბავი ხა ახალ შემარცხენელი ყველა მისი საერთაშორისო ვიზიტი თავდება სკანდალით ბოლო აი ბრექსიტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც გრბილად თქვა უხერხული კარგით ნიკა ანუ ჩვენ სამუდგენია ევროკავშირი რაღაცა მე არ მინდოდა თქვენგან მოსმენა იმის შეფასების თავის დროზე როგორ მოიქცა ნაციონალური მოძრაობა ხო აი ეს მომავალი უნდა ვიყოთ მტკიცე უსაფრთხოების კონცეფცია ამ ქვეყანაში ხელისუფლებას ჰქონდა ალბათ თუ კარგად ახორციელებდა ამას მაგრამ ვერაგი მტრის წინააღმდეგ ბევრი რამ ისე არ მოხდა როგორც ყველა ქართულ პატრიოტს უნდოდა რომ მოხდარიყო ომი შეიძლება იყოს უნდოდა არ უნდა იყოს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის რომ არ იყოს და არ იქნება დიდი მადლობა მაგრამ არა ისე დამთმობი პოლიტიკა აწარმოო და
მიუხედავად ამისა ტერიტორიები მაინც დაკარგვა. კარგით, ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს დივანი იყო ჩვენი სტუმარი. მე მგონი მაინც რაღაცნაირად გადავრჩით, ასე ვთქვათ, ნორმალური ეთერი იყო. მადლობა სტუმრობისთვის, თქვენ კიდევ იქნებით ამ ეთერში. მე და გურამი კიდევ ძალიან ცოტა ხნით დავრჩებით ეთერში და შემდეგ დაგემშვიდო ბებით. სხვა თემებზე გადავალ. არა, სხვა თემებზე ცხოვრება გადავიდეთ. მე შემიძლია დასკვნითი. დავამთავრე. ერთი კი და მეტი არ. შეიძლება მე რას ვისურვე? აი კიდე არ ვი. მინდა კარგი. მინდა უფრო ობიექტურები იყოთ და მორჩა მეც არ ვხსენებ. ნუ გვიკითხავთ. მინდა სურვილი მაქვს, სურვილი მაქვს ასეთი და მე ძიმდენი რამე გვიდა, მეტად ობიექტურები დიდი მადლობა. ბატონო ნიკა ნახვა. ესე იგი, მე მგონი ის თემა, რაზეც ვაპირებდით ლაპარაკს, ძალიან შორს წაგვიყვანს და მოდი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სევდიან ამბავზე ვთქვათ და წავიდეთ, იმიტომ რომ არაფრის დრო აღარ დაგვრჩა. გიორგი დანელიას გარდაცვალებას ვგულისხმობ. რეჟისორის, რომელიც 88 წლის გარდაიცვალა 5 აპრილს. რომელსაც დაკრძალავენ მოსკოვში და სხვათა შორის ასეთი დავასაც შევესწარი ქსელში, რომ რატომ კრძალავენ მოსკოვში. ანუ რაღაც ეს ხო გვაქვს რაღაცა საკუთრების და ის სურვილი ხოლმე, რომ ჩემი ოქრო ჩემთან. მაგრამ მე მომეჩვენა, რომ ეს იყო რაღაც ცოტა რაღაც არაადეკვატური მოთხოვნა. მისმა ოჯახმაც გადაწყვეტა. შენი აზრით ის იყო ქართველი რეჟისორი თუ არა, ის იყო იმაზე მეტი ვიდრე ეს ნიშნავს, რომ იყო ქართველი რეჟისორი, ანუ ეს რაღაცნაირად პატარა ვიწრო ეთნიკურ მასშტაბს ცდებოდა. ის იყო საბჭოთა პერიოდის ძალიან გამოჩენილი და მნიშვნელოვანი რეჟისორი, რომელიც იყო იმდენად მასშტაბური, რომ მას ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ დგარიყო ნებისმიერ კონიუნქტურაზე მაღლა და რაღაცა სხვადასხვა რეჟისორებივით არ გამختارიყო რაღაცა პოლიტიკური განცხადებების ან რაღაცა კონიუნქტურის ტყვე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი როგორც კინემატოგრაფი, ასევე ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ახერხებდა გადმოეცა ძალიან მნიშვნელოვანი მოეხელთებინა ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები, ხო? და იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ყველანი ცხოვრობდით გასამხედროებულ ყაზარმულ სახელმწიფოში, მას ის ახერხებდა, რომ ადამიანი დაენახვებინა თავისი ჰუმანური გამოსახულებით. მიმინოს ახსენებენ ახლა ამ დღეებში ძალიან ხშირად და ამ დროს ძალიან ბევრი უფრო ისეთი რუსული ფილმები აქვს მათ შორის ახონაც, რომელიც ძალიან კარგი ფილმია, ეს რამდენიმე დარჩა. არა, მხოლოდ ორი ფილმია, ხო? არ დაიდარდო და მიმინო. არ დაიდარდო და მიმინო, ეს არის მოტივებზე აგებული, დანარჩენი მთელი მისი შემოქმედება ცხადია, რომ ბევრად უფრო დიდი და მასშტაბურია და სწორედ ამის გამოც ის წარმოადგენს ძალიან დიდ და მასშტაბურ ფიგურას. შესაბამისად, შეიძლება მე მგონი ახლა 9 აპრილს იქნება დაკრძალვა დაასაფლავო მოსკოვის ნავაძევიჩის სასაფლაოზე, რომელიც იგივეა, რაც ჩვენთვის თაწმინდა. თითქმის. დღეს ასევე გარდაიცვალა ქართველი ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი, რომელიც იყო ჩემი ლექტორი, ის გარდაიცვალა ახალგაზრდა 69 წლის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დარგის წარმომადგენელი ფაქტობრივად იმ თაობის, რომელიც ვთქვათ, სულ მიდის და მე და მათ ნაცვლად რჩება სიცარიელი. კი, ნამდვილად და მე მინდა მიუსამძიმრო, ასე ვთქვათ, მის კოლეგებს და ოჯახის წევრებს. დღეს ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. იმედი ლაივი ეთერში გავა მომავალ კვირას. ნახვამდის.